I have never been a quitter. To leave office before my term is completed is abhorrent to every instinct in my body. But as president, I must put the interests of America first. Therefore, I shall resign the presidency effective at noon tomorrow. 1974 წლის 8 აგვისტო. საღამო. ამერიკის შეერთებული შტატების 37 პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი გამოდის ნაციონალური ტელევიზიით და საზოგადოებას აუწყებს საკუთარი გადადგომის შესახებ. ეს იყო პირველი და დღემდე ერთადერთი შემთხვევა ამერიკის ისტორიაში, როდესაც ქვეყნის ლიდერმა ნებაყოფლობითად დატოვა თავისი პოსტი, წავიდა თეთრი სახლიდან. დღეს მე მოგიყვებით იმ სკანდალზე, რომელმაც დაასამარა რიჩარდ ნიქსონის პოლიტიკური კარიერა. მაშასე დღეს ვსაუბრობთ ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ პოლიტიკურ სკანდალზე ამერიკის ისტორიაში, Watergate-ზე. მადლობა რომ გვიყურებთ. დიდი მადლობა თქვენ, იმიტომ რომ ახლა გვიყურებთ. მადლობა ყველას, ვინც არის ჩვენი გამომწერი YouTube-ზე, სხვა სოციალურ ქსელებზე. მოუყევით ჩვენი პროექტის შესახებ სხვებს. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს პატრეონელებს, ვინც მხარს გვიჭერს. მადლობა შავი Coffee Roasters, ჩვენს ტრადიციულ მხარდამჭერს და ასევე GT Consulting-ი, იურიდიული კომპანია, რომელიც ასევე არის ჩვენი მხარდამჭერი. ამ ეპიზოდის აღწერაში არის ბმული, თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ და დანიშნოთ უფასო კონსულტაცია GT Consulting-ის იურისტებთან. დიდი მადლობა და ასევე შეგახსენებთ სტუდია 64-ის შესახებ თუ გნებავთ კრეატიული კონტენტის შექმნა, მოგმართეთ და მოდით ვითანამშრომლოთ. მადლობა ყველას. დავიწყოთ. მართალი გითხრათ ამ ეპიზოდზე რომ დავიწყე მუშაობა და დიდი ხანი ვფიქრობდი აი ამ ეპიზოდის გაკეთებას, ამ თემის Watergate-ზე ეპიზოდის გაკეთებას. სხვა შორის ეს იყო ზოგიერთი ჩვენი მაყურებლის თხოვნაც, მაგრამ ჩემთვის ეს არის ისეთი განსაკუთრებული თემა, რადგან განსაკუთრებული ადგილი აქ უკავიათ ჟურნალისტებს და ჟურნალისტურ გამოძიებას, რომელიც უკავშირდება ამ სკანდალს, მათ როლს ამ სკანდალში და იმ პოლიტიკურ მოვლენებში, რომელიც განვითარდა ამერიკაში 70-იანი წლების დასაწყისში. მაგრამ მე აღმოვაჩინე, რომ თვითონ რიჩარდ ნიქსონის პერსონა, აი ამ პოლიტიკოსის პერსონა, იმდენად საინტერესოა, რომ შეიძლება არ ვიცი, ორი ეპიზოდი გაგვეკეთებინა რიჩარდ ნიქსონზე და Watergate-ზე, მაგრამ ბოლოს მაინც გადავწყვიტე, რომ გავაერთიანო რიჩარდ ნიქსონი და Watergate-ი და ერთი ეპიზოდი გავაკეთოთ. ფიქრობ, რომ შეიძლება ცოტა გრძელი იყოს, მაგრამ მე ფიქრობ, რომ უაღრესად საინტერესო. მეც კი, რომელმაც არ ამბიციურად ვამბობ ამას, სწორედ გამიგეთ, უბრალოდ ბევრი რამ ვიცოდი Watergate-ზე, მქონდა წაკითხული ის ძალიან ცნობილი წიგნი, რომელზეც დღეს ვისაუბრებთ ამ სკანდალზე, მაგრამ ბევრი საინტერესო დეტალიც აღმოვაჩინე და ისიც გამახსენდა, რომ მე რიჩარდ ნიქსონი მყავს ნანახი. იცით სად? თბილისში. ხო, აი იმაზე თუ როგორ სად და რა, ესე იგი გარემოებებში მე უბრალოდ ნახე რიჩარდ ნიქსონი, მაშინ უკვე ყოფილი პრეზიდენტი, ამაზე მოგვიანებით მოგიყვებით, ამიტომ არ გადართოთ, არ გადაახვიოთ და მოდით რა ვიცი, ერთად ვისაუბროთ, თქვენ მომისმენთ, მე ვისაუბრებ Watergate-ზე. როგორც გითხარით, არ გამოვა ისე რომ პირდაპირ ესე იგი Watergate-ზე მოგიყვეთ, შევიდნენ, გამოვიდნენ, სკანდალი მოხდა, დაწერეს სტატიები, არა ესე არ გამოვა, მე მინდა ცოტა მოგიყვეთ რიჩარდ ნიქსონზე, აი ამ პოლიტიკოსზე. ნიქსონი დაიბადა 1913 წელს კალიფორნიაში. ძალიან ესეთ ღარიბ ჩვეულებრივ ოჯახში. რიჩარდ ნიქსონი არ ეკუთვნოდა რაღაც ამერიკულ ელიტას, ცნობილ ოჯახს, როგორც მაგალითად ჯონ კენედი, ხო, ერთ დროს მისი კონკურენტი საპრეზიდენტო არჩევნებზე. თავის ბავშვობას, როდესაც იხსენებდა, რომელიც იყო ადრეული წლები, ბავშვობა და ადრეული ცხოვრება, გაჭირვებით იყო აღსავსე და როდესაც იხსენებდა თავის ბავშვობას, სულ ესე იგი აღწერისას
თავისი კოლეგის, მენტორის, კიდევ ერთი ამერიკელი პრეზიდენტის დუაიტ ეიზენჰაუერის სიტყვებს მოიყვანდა ხოლმე და ამბობდა რომ ჩვენ ღარიბები ვიყავით, მაგრამ ამის კარგი მხარე ალბათ მხოლოდ ის იყო რომ ამის შესახებ არ ვიცოდით. ხო, აი ესეთი ამბავია. რიჩარდ ნიქსონი ძალიან კარგად სწავლობდა სკოლაში. ნიჭიერი, მონდომებული, ამბიციური. ზოგადად ამ ადამიანზე, ამ პოლიტიკოსზე ჩვენ დღეს კიდევ ბევრს ვისაუბრებთ, როგორც უაღრესად ამბიციურ ადამიანზე. ბრწყინვალედ სწავლობდა, სპორტით იყო დაკავებული, ფეხბურთით, აი ყველანაირად ესე იგი გამოჩენილი მოსწავლე იყო და იმდენად კარგი რომ სკოლის დამთავრების შემდეგ ჰარვარდის უნივერსიტეტმა, სადაც საკმაოდ ძვირი იყო სწავლა და ოჯახს ნამდვილად არ ჰქონდა იმის საშუალება რომ გადაეხადა, შესთავაზა სტიპენდია რიჩარდ ნიქსონს. მაგრამ ამ შემთხვევაში რიჩარდ ნიქსონი ვერ დათანხმდა ამ არაჩვეულებრივ შეთავაზებაზე, რადგან მისი ძმა იყო ავად, გავა ცოტა ხანი და მისი ძმა გარდაიცვალა და ამიტომ ვერ დატოვებდა ოჯახს, ვერ დატოვებდა დედას, იქ ეხმარებოდა პატარა მაღაზიაში, რომელიც ჰქონდათ და ამიტომ ადგილობრივ თავისი ქალაქის კოლეჯში წავა. არ ვილაპარაკებ ახლა ბევრს მისი ახალგაზრდობის პერიოდზე, დაამთავრებს უნივერსიტეტს, მიიღებს იურისტის დიპლომს, შემდეგ იწყება მეორე მსოფლიო ომი, რიჩარდ ნიქსონი წავა ფრონტზე ევროპაში და უკვე ფრონტიდან, ევროპიდან და ომიდან დაბრუნებისთანავე, ერთი პერიოდი ომამდე პროკურორადაც მუშაობდა. სწორედ ამას ამბობდა, რომ რა ვიცი, ამის ერთადერთი პრეზიდენტი ვარ, ვინც პროკურორად მუშაობდა. და როდესაც დაბრუნდა უკვე ევროპიდან, იქ ეს არის 40-იან წლების ბოლო, ხო? ალბათ მას ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ თავისი ცხოვრება მიუძღვნას პოლიტიკას. 50 წელს რიჩარდ ნიქსონი აირჩიეს სენატორად კალიფორნიის შტატიდან და უკვე 53-ში რიჩარდ ნიქსონი გახდება დუაიტ ეიზენჰაუერის ვიცე-პრეზიდენტი. ამ პოსტზე რიჩარდ ნიქსონი იქნება 1961 წლამდე. სხვათა შორის აი ეს არ ვიცოდი. მე საინტერესო მომენტი იყო, რომ დუაიტ ეიზენჰაუერი და რიჩარდ ნიქსონი ნათესავები გახდებიან. როგორ? რიჩარდ ნიქსონის ერთ-ერთი ქალიშვილი, ორი ქალიშვილი ყავდა, მეუღლე, რომელიც ძალიან უყვარდა, ჩვენიერი ოჯახი ჰქონდათ. ერთ-ერთი ქალიშვილი დაქორწინდება დუაიტ ეიზენჰაუერის შვილიშვილზე. აი, ესეთი ფოტოც არსებობს, ესე იგი, მთელი ოჯახი, სიძე დუაიტ ეიზენჰაუერის შვილიშვილი და მისი ქალიშვილი. ესე გადის დრო, მაგრამ 60-61 წელი და რიჩარდ ნიქსონი მოგახსოვს ამბიციური პოლიტიკოსი, დიდი ამბიციები და გადაწყვიტა რომ მიიღოს მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში. ეს არის პერიოდი, როდესაც პოლიტიკურ ავანსცენაზე გამოდის ჯონ კენედი. აი ჯონ კენედი და რიჩარდ ნიქსონი ძალიან ორი უაღრესად განსხვავებული პოლიტიკოსი. ყველანაირად, როგორც ადამიანი, როგორც პოლიტიკოსი, ძალიან განსხვავდებოდნენ ერთმანეთს. კენედი, აი ელიტარული, ცნობილი, ოჯახის შვილი და მთელი მათი კენედების კლანი, ხო? და რიჩარდ ნიქსონი ჩვეულებრივი ოჯახიდან. ხო, რიჩარდ ნიქსონმა ეს არჩევნები წააგო. რაში იყო საქმე, ბევრი მიზეზი ჰქონდა ამას, ალბათ იმ განწყობას, რომელიც ამერიკაში იყო 60-იან წლების დასაწყისში, ასევე როგორი უცნაური თუ საინტერესო არ უნდა იყოს, ესეთი გარკვეული, ესე ვიტყვი, გარკვეული როლი ითამაშეს სატელევიზიო დებატებმა. პირველად ამერიკულ პოლიტიკურ ისტორიაში ჩატარდა სატელევიზიო დებატები ჯონ კენედისა და ორ კანდიდატს შორის, კენედისა და რიჩარდ ნიქსონს შორის. დემოკრატი, რესპუბლიკელი. მიუხედავად იმისა, რომ რიჩარდ ნიქსონი, გამოცდილებაც ჰქონდა, ორატორიც არ იყო ცუდი, მაგრამ ჯონ კენედი, ჯეკ კენედი, თავდაჯერებული, თავისუფალი, ძალიან ისეთი კარგი შავი კოსტუმი ეცვა, მაშინ ტელევიზია იყო შავ-თეთრი. ნახე რა აი ყველა დეტალს, ნახეთ, ჰქონდა მნიშვნელობა. რიჩარდ ნიქსონს კი ეცვა
ნაცრისფერი პიჯაკი, კოსტუმი, რომელიც აბსოლუტურად იგივე ფერში იყო, რა ფერებშიც იყო სტუდია. და რიჩარდ ნიქსონი უფრო ჩანდა ესეთი ნერვიული, რაღაცა არ ვიცი, დაღლილი, არ გაიკეთა მაკიაჟი და ამიტომ დებატების დროს სულ ესე იგი ოფლიანობდა და ესეც უშლიდა. მოკლედ, აი ამ დებატების შედეგი იყო ის, რომ ხალხის მენტალიტეტი, ხო იცით, ხო, ამ დებატებში რიჩარდ ნიქსონმა ნამდვილად წააგო. რასაკურველია, ძალიან ბევრი სხვა მიზეზი არსებობდა, მაგრამ არ ვიცი, პიარის თანამშრომლებისთვის ეს არის საინტერესო მაგალითი, ესე იგი, რაღაც დეტალებს უნდა მიაქციონ ყურადღება. ნიქსონისთვის ეს დამარცხება იყო პირადი ტრავმა, აი როგორც პირადი ტრავმა აღიქვა. ეს ამბავი ძალიან განიცადა და მაგრამ არ დანებდა ბედს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი იმ პერიოდში ფიქრობდა, რომ მისი პოლიტიკური კარიერა არის დასრულებული. არავითარ შემთხვევაში. შემდეგ სხვათა შორის იყრის კენჭს კალიფორნიის გუბერნატორის პოსტზე და ისევ წააგებს კიდე ერთი მარცხი, მაგრამ ესეც არ გააჩერებს. კონტექსტი 60-იანი წლებს, ჯერ ერთი 63 წელს დალასში მოკლეს ჯონ კენედი. და მის შემდეგ პრეზიდენტი გახდა ისევ დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი ლინდონ ჯონსონი. ეს იყო აბსოლუტურად ლოგიკური ამბავი, რომ კენედის შემდეგ ისევ დემოკრატიულ კანდიდატს, ესე ვთქვათ, აირჩე, ისევ დემოკრატი გახდებოდა პრეზიდენტი, მაგრამ უკვე 60-იანი წლების ბოლოს ეს არის ქაოსის წლები ამერიკა არის გახლეჩილი, ქაოტური, რატომ? იმიტომ რომ ჯერ ერთი მიმდინარეობს უმძიმესი ომი ვიეტნამში, სადაც მონაწილეობენ ამერიკელი ჯარისკაცები, ამერიკის შეიარაღებული ძალები. ამერიკაში მიმდინარეობს პროტესტები, გამოსვლები, ომის წინააღმდეგ, რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ, სეგრეგაციის წინააღმდეგ. თან 68 წელს მოკლეს საზოგადო მოღვაწე მარტინ ლუთერ კინგი და ასევე მოკლეს ჯონ კენედის ძმა რობერტ კენედი, ასევე პოლიტიკოსი, დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი, რომელსაც როგორც თვლიან, ჰქონდა და ნამდვილად აპირებდა მონაწილეობას არჩევნებში, მაგრამ თვლიდნენ, რომ მას ბევრი დიდი შანსები ჰქონდა, რომ მოეგო ეს არჩევნები, მაგრამ აი 68 წელს ერთ-ერთი შეხვედრის დროს ამ მრჩევლებთან რობერტ კენედი მოკლა პალესტინელმა, ესე ვთქვათ, ტერორისტმა, დამნაშავემ. და ამის მერე უკვე ცოტა რთული იყო, ხო? ესე იგი დემოკრატიულ პარტიას ნამდვილად გაუჭირდა. თან ლინდონ ჯონსონმა, რომელიც არის პრეზიდენტი, როგორც გითხარით, განაცხადა ზუსტად ვიეტნამში მიმდინარე ომის ფონზე, რომელიც არ მთავრდება, ამერიკა არ იღებს ამ გადაწყვეტილებას, რომ გამოიყვანოს თავისი ჯარი ვიეტნამიდან, ლინდონ ჯონსონი აცხადებს, რომ აღარ აპირებს მეორე ვადით კენჭის ყრას, აღარ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში. და ზუსტად ამ არჩევნებში გადაწყვიტა 68 წელს რიჩარდ ნიქსონმა გადაწყვიტა მიიღოს მონაწილეობა. რიჩარდ ნიქსონი, მიუხედავად აი მარცხისა, გამოდის თავარი მისი ლოზუნგი იყო მე დავამთავრებ ომს. ანუ მე გამოვიყვან ამერიკელ ჯარისკაცებს ვიეტნამიდან. მე დავაბრუნებ წესრიგს და კანონიერებას ჩვენს დიად ქვეყანაში. და ეს იყო დაპირება, რომელიც ძალიან ბევრს ნამდვილად ძალიან მოწონდა. და კიდევ ერთი იყო ის, რომ ხა ეს არ იყო მარტივი გამარჯვება, მაგრამ მაინც დემოკრატიულ პარტიაში არ იყვნენ ესეთი ძალიან გამოჩენილი პოლიტიკოსები, როგორც მაგალითად არ ვიცი, იგივე რობერტ კენედი, რომელზეც ამყარებდნენ რაღაცა იმედებს დემოკრატები. იმასაც ვიტყვი, რომ ამ კამპანიის დროს ორივე მხარე, საკმაოდ ბინძური კამპანია იყო და ორივე მხარე იყენებდა ამის ყველა საშუალებას, რომ გაეშავებინა თავისი ოპონენტი. გავჩერდები ერთ მომენტზე ნიქსონი ძალიან შიშობდა, რომ ომი ვიეტნამში დასრულდებოდა არჩევნებამდე.
რადგან ეს გარკვეულ უპირატესობას მისცემდა დემოკრატებს. ეს ნამდვილად არ უნდოდა. და ამიტომ ეს ნამდვილად დადასტურებული ისტორიული ფაქტებია, აკეთებდა ყველაფერს იმისთვის, რომ ეს არ მომხდარიყო. უკვე იმ პერიოდში იყო ძალიან სერიოზული შანსი, რომ ჩრდილოეთ და სამხრეთ ვიეტნამს და ვიეტკონგელებს მოეწერათ ხელი ხელშეკრულებისთვის და ომი დასრულებულიყო, მაგრამ რიჩარდ ნიქსონი ბევრი გზა იყო ამისთვის, არ წმუნებდა სამხრეთ ვიეტნამს და სამხრეთ ვიეტნამის ხელმძღვანელობას იმაში, რომ ის პირობები, რომელსაც ვითომ სთავაზობდნენ, არ იქნებოდა, ესე იგი, უპრიანი მათთვის და მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში ბევრად უფრო სარფიანი, უფრო უკეთესი პირობებით დასრულდებოდა ეს კონფლიქტი. ანუ ორი მხარე და ვიეტნამის ომზე ჩვენ ვისაუბრეთ ეპიზოდში, სადაც საუბრობდით ცნობილ ფოტოზე, ნაპალმის გოგონაზე, ხო? აი ამ კონფლიქტზე. და აქ კიდე იყო აი ბევრი რამ არის, იმიტომ ვამბობდი, რომ შეიძლება ორი ეპიზოდი ჩაგვეწერა, იქ იყო ესეთი ქალბატონი ანა ჩენო, ჩინელი რეპორტერი, თან მეგონი რაღაცა ცოტა მზვერავი, თან იყო მრჩეველი ნიქსონის და აი ამ ქალის მეშვეობით ნიქსონის წარმომადგენლები, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატის, არ წმუნდნენ სამხრეთ ვიეტნამს იმაში, რომ არ დათანხმდეთ ამ მოლაპარაკებაზე, ბევრად მე გავხდები პრეზიდენტი, ნიქსონი გავხდება პრეზიდენტი, ბევრად უკეთესი პირობები იქნება. და მართლა ესეც მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ იყო მოლოდინი, რომ მოაწერდნენ ხელს და დასრულდებოდა ეს საშინელი სისხლიანი კონფლიქტი, აი უცებ ლამის ბოლო წუთას სამხრეთ ვიეტნამი გამოვიდა ამ მოლაპარაკებიდან. იცით რა არის კიდე საინტერესო, რომ ამის შესახებ იცოდა ლინდონ ჯონსონმა, რომელიც მოქმედი პრეზიდენტი იყო და რომელიც სხვათა შორის ამბობდა, რომ აი ომი შეიძლება დავასრულებ და ისე წავალო. იცით საიდან იცოდა, იმიტომ რომ მოსასმენი აპარატურა ჰქონდათ დაყენებული, რაღაცა არ ვიცი, შტაბ-ბინაში, სადაც რიჩარდ ნიქსონი იყო და ასე შემდეგ და ამის შესახებ, მაგრამ ამას ღიად ვერ იტყოდა, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში საიდან გაქვს ეს ინფორმაცია, უნდა ეღიარებინა, რომ უსმენდა ხო რიჩარდ ნიქსონს, ხო, აი საერთოდ მოსასმენ აპარატურასთან დაკავშირებით და იმასთან რა მეთოდებს იყენებდნენ პოლიტიკოსები მაშინდელ ამერიკაში ჩვენ დღეს ძალიან ბევრს ვისაუბრებთ. მოკლედ ყველაფერი მთავრდება იმით, რომ 1968 წელს რიჩარდ ნიქსონმა მოიგო არჩევნები და გახდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. მთავარი, რასაც ელის საზოგადოება, რომ რიჩარდ ნიქსონი დაასრულებს ომს ვიეტნამში, უფრო სწორედ რომ ამერიკელები გამოვლენ ვიეტნამიდან. ამაზეა საუბარი, ყველაზე მეტად ამერიკელებს ეს ადარდებდათ, რომ მათი ძმები, შვილები, ქმრები, მამები წამოსულიყვნენ იმ კონტინენტიდან, დაბრუნებულიყვნენ, ესე იგი, ამერიკაში. ხო, მოხდება ისე, რომ პირველი ვადის დროს რიჩარდ ნიქსონი ამ კონფლიქტს არ დაასრულებს და ამერიკელები არა ჯერ კიდევ იქნებიან ვიეტნამში. ეს ყველაფერი მოხდება 1973 წელს, უკვე მეორე ვადა, როდესაც დაიწყება რიჩარდ ნიქსონის. ინაუგურაცია იყო 20 იანვარს, 27-ში შედგა ეს შეხვედრა და ხელმოწერა ამ დოკუმენტის პარიზში და უკვე 1973 წლის მარტში ძირითადი კონტინგენტი ამერიკელების გამოვა ვიეტნამიდან. მართალია კონფლიქტი არ დასრულდება ამით და ყველაფერი დასრულდება 75-ში და იქ კომუნისტური ჩრდილოეთ ვიეტნამი მოიგებს და ვიეტნამი გახდება კომუნისტური. ისეთი როგორიცაც ეშინოდა ამერიკელ პოლიტიკოსებს, საერთოდ იყო ეს ჩარევა, იმიტომ რომ მათ ეშინოდათ, რომ აი დომინოს პრინციპით მთელი ეს რეგიონი გაწითლდებოდა და კომუნისტური გახდებოდა. უფრო მეტიც რიჩარდ ნიქსონის პირველი ვადის დროს ეს კონფლიქტი გაფართოვდება და დაიწყება მეზობელი ლაოსის და კამბოჯის ბომბარდირება და ხო მძიმე ამბები განვითარდება იმ პერიოდში.
მე მინდა ეხლა აი ესე კიდე რა ზუსტად იმ პერიოდში ეს მოხდა ამ პერიოდში არა მოდით ჩვენი მთავარი თემა არის Watergate-ი უბრალოდ არ გამოვიდოდა ისე რომ მე აი ამ წინაპირობებზე და აი ამ ვითარებაზე და ვიეტნამის კონფლიქტზე არ მესაუბრა მოდით მე ეხლა გეტყვით იმ კარგზე, რასაც ისტორიკოსები, არა მარტო ნიქსონის ბიოგრაფები ამბობენ მასზე, როგორც პრეზიდენტზე, როგორც ქვეყნის ლიდერზე. ჯერ ეს ერთი მაინც თვლიან, რომ მისი, დამსახურებაა იმაში, რომ მეორე ვადის დროს, მაგრამ მაინც გამოიყვანეს ამერიკული ჯარი ვიეტნამიდან, ხო? გარდა ამისა, აი მთავარი რასაც ამბობენ, რომ ეს ხო 60-იანი წლებია, ცივი ომი კედლები ამერიკასა და საბჭოთა კავშირს შორის არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კომუნისტურ ჩინეთს შორის და ნიქსონის დამსახურება მე ვიტყოდი ძალიან სერიოზული როლი ამ პროცესებში რასაკურველია ითამაშა მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა ანუ საგარეო საქმეთა მინისტრმა ამერიკის ჰენრი კისინჯერმა ვინ იყო ესეთი ძალიან ნიჭიერი დიპლომატი და დამსახურებად ითვლება ის რომ ნიქსონის დროს მოხდა დათბობა ურთიერთობის მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის და ასევე ნიქსონმა მოახდინა ისტორიული შოკის მომგვრელი ესე იგი მაშინ პირველი ოფიციალური ვიზიტი ამერიკის პრეზიდენტის ჩინეთის რესპუბლიკაში ჩინეთში ხო ეს იყო და არის ესე იგი როგორ სადღეგრძელოებს ამბობდნენ მოსკოვშიც პეკინშიც და დათბობა კიდე რაში გამოიხატებოდა არა მარტო იმაში რომ ლეონიდ ბრეჟნევს საბჭოთა კავშირის მაშინდელ ლიდერს და რიჩარდ ნიქსონს ისეთი თბილი ურთიერთობა ჰქონდათ და ვიზიტიც შედგა მოსკოვში არა იქ იყო კონკრეტული ხელშეკრულებები რომლებსაც მოაწერეს ხელი რომლითაც იზღუდებოდა ბირთვული პროგრამები ორივე მხრიდან სერიოზული ნაბიჯი გადაიდგა ნიქსონის პრეზიდენტობის დროს ესეც უნდა ვთქვა 1979 წელს ამერიკული აპოლონ 11 დაეშვა მთვარეზე ხო ნილ ამსტრონგმა გადადგა პატარა ნაბიჯი ადამიანისთვის და უზარმაზარი კაცობრიობისთვის ხო ნიქსონის პრეზიდენტობის დროს შეიქმნა გარემოს დაცვის სააგენტო ამას ეთმობოდა ყურადღება ადრე ეს თემა არ იყო ისეთი აქტუალური 71 წლიდან ნიქსონმა დაიწყო სერიოზული ბრძოლა ნარკოტიკებთან და ნარკოტიკების გავრცელებასთან ქვეყანაში ხო არ იყო ესე რომ აი ნიქსონი იმიტომ რომ პირველი რაც მოგდის თავში როდესაც ახსენებენ ნიქსონის გვარს არის Watergate პოლიტიკოსი პრეზიდენტი რომელიც გადადგა და კიდევ ერთხელ ერთადერთი არის ამერიკის ისტორიაში რომელიც თვითონ გადადგა ხა თვითონ რო არ გადამდგარიყო იმპიჩმენტის პროცედურას ამუშავებდნენ ნამდვილად აქეთკენ მიდიოდა საქმე მაგრამ ნებაყოფლობითად დატოვა თავისი პოსტი მაგრამ მეორე მხარეს მე მიყვარს ეს ორივე მხარეს უნდა შევხედოთ ნიჭიერი პოლიტიკოსი იყო ნამდვილად 70-იანი წლების დასაწყისი ხო ეს არის არ არის ესე იგი მარტივი პერიოდი ისევ და ისევ ამერიკისთვის და ნიქსონს კიდე რა ახასიათებდა შემდეგ კიდე ეს უფრო პარანოიდალურ მასში გრძნობებში და განწყობებში გადავა აი სულ ესე იგი ეჩვენებოდა ან არ ეჩვენებოდა შეიძლება რომ ირგვლივ არიან მტრები ყველა უსმენს ესე იგი რაღაცა კომუნისტური საფრთხე ხო ნუ აი ესეთი რთული ადამიანი იყო ამ თვალსაზრისით და ადმინისტრაციაშიც იყო ზუსტად ეს განწყობა რომ აი დემოკრატები, ჟურნალისტები, ლიბერალური ელიტები ყველა მუშაობს ესე იგი დროინდელი ადმინისტრაციის წინააღმდეგ და რიჩარდ ნიქსონის წინააღმდეგ. ამას დაემატა კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, ანუ Watergate-მდე იყო Pentagon Papers, პენტაგონის დოკუმენტები.
რაზე არის საუბარი? 1971 წელს ჯერ გაზეთ New York Times-ში და შემდეგ Washington Post-ში გამოქვეყნდა საიდუმლო მასალები, რომელსაც დაერქვა პენტაგონის დოკუმენტები, Pentagon Papers. ამ დოკუმენტებიდან ირკვეოდა არც თუ ისე ისეთ სახარბიელო როლი ამერიკის შეერთებული შტატების ვიეტნამის კონფლიქტში, ამ კონფლიქტის გაღვივებაში და ასევე ირკვეოდა ის, რომ პირველი ვადის დრო, ანუ ნიქსონის პრეზიდენტობის დროს ეს კონფლიქტი უფრო გაფართოვდა და იყო ბომბავდნენ, ამერიკელები ბომბავდნენ მეზობელ ლაოსს და კამბოჯას. ბომბივით აფეთქდა ეს მასალები New York Times-ში და შემდეგ Washington Post-ში. მაგრამ გამოდიოდა, რომ ნიქსონმა, რომლის მთავარი დაპირება იყო ამ კონფლიქტის დასრულება, პირიქით, ესე იგი კი არ დაასრულა ეს კონფლიქტი, არამედ უფრო გააფართოვა ამ რეგიონში. კიდევ ერთი, რასაც აჩვენებდა ეს მასალა, იყო ის, რომ მთავრობა იტყუებოდა. ხო? აი ზუსტად ამან, დიდი სკანდალი იყო ძალიან, ამ მასალების წყარო, ადამიანი, რომელმაც მიაწოდა ჟურნალისტებს ეს მასალები, იყო ესეთი ჩინოვნიკი, რომელიც ჰენრი კისინჯერის, ანუ სახელმწიფო მდივნის ოფისში მუშაობდა, ვინმე ელსბერგი. შემდეგ ამ ელსბერგის წინააღმდეგ საშინელი კამპანია დაიწყო მისი გაშავების, აი ამ მეთოდებს მიმართავდნენ. რა ვიცი, უნდათ რომ გამოეცხადათ, რომ არის შეურაცხადი ფსიქიური დაავადება, ან ნარკომანია, რაღაცა, რაც არ გამოუვიდათ, უფრო უარესი მოხდა, მაგრამ მოკლედ, მე მინდა ვთქვა, რომ პენტაგონის დოკუმენტების გამოქვეყნება იყო ძალიან სერიოზული დარტყმა ნიქსონის ადმინისტრაციისთვის. და აი ზუსტად მაშინ თეთრი სახლის ადმინისტრაციაში გადაწყვიტეს, რომ შექმნან, აი ხო არსებობდა, ეხლა ჯერ ეს ერთი არსებობს CIA, ხო? Central Intelligence Agency, დაზვერვის სააგენტო, რომელიც საგარეო დაზვერვაზე მუშაობს. მათ არ აქვთ უფლება, რომ იმუშაონ ქვეყნის ტერიტორიაზე, ჩაატარონ რამე ოპერაციები. მაგრამ არსებობს FBI, Federal Bureau of Investigation, მათი ფუნქცია ზუსტად გამოძიება ქვეყნის შიგნით რაღაცა სერიოზულ საკითხებზე, ხო? მაგრამ თეთრ სახლში გადაწყვიტეს აი ამ სკანდალის ფონზე, ნიქსონის ცოტა პარანოიდალური ამბების ფონზე გადაწყვიტეს, რომ შექმნან დამატებითი სტრუქტურა, რომლებსაც, აი ესე, ხალხურად ესე ვთქვათ, დაარქვეს plumbers, სანტექნიკოსები. აი რატო არიან, რატო ახსენებენ ხოლმე სანტექნიკოსებს Watergate-ის საქმესთან და სკანდალთან დაკავშირებით. ამ ჯგუფის მთავარი მიზანი, დავალება, ესე ვთქვათ, იყო რომ ყველანაირად ხელი შეუშალონ ინფორმაციის გაჟონვას. ანუ გააკეთონ ყველაფერი იმისთვის, რომ ის, რაც მოხდა პენტაგონის საიდუმლო მასალების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, არავითარ შემთხვევაში არ განმეორდეს. მათ ფუნქციაში შედიოდა თვალთვალი, ფარული მოსმენა, პოლიტიკური საბოტაჟი, გაშავება, უკაცრავად ამ ჟარგონისთვის, ხო, დემოკრატი პოლიტიკოსების, პოტენციური კანდიდატებისთვის საპრეზიდენტო პოსტზე და არა აქტივისტების, მოკლედ მთელი, ესე იგი, ოპერაციები კონდათ დაგეგმილი. კიდე ერთს დავამატებ, რომ ზუსტად იმ პერიოდში, უფრო კონკრეტულად 1972 წლის 2 მაისს გარდაიცვალა FBI-ის ლეგენდარული დირექტორი ედვარდ ჰუვერი. აი ესე მივედით ჩვენ როგორც იქნა მოკლედ, მაგრამ მნიშვნელოვანი ბექგრაუნდი არის იმისთვის, რომ გავიგოთ რა განწყობა იყო, რა ხდებოდა, მივედით Watergate-ის სკანდალამდე. ეს ერთი დავიწყოთ Watergate, ამ სახელით. რატო ქვია Watergate? Watergate ეს იყო სასტუმრო კომპლექსის სახელი, იყო და არის. დღემდე ვაშინგტონში არსებობს Watergate Hotel, 5 ვარსკვლავიანი მეშენებელური, ესე იგი, სასტუმრო კომპლექსი. მაშინაც არსებობდა, უბრალოდ მაშინ
იმ კომპლექსში Watergate რატო ქვია Watergate, იმიტომ რომ იყო მდინარე პატომაკსა და Virginia Avenue შორის და ამიტომ ერქვა წყლის კარიბჭე, ხო, Watergate. მართალია ამ Gates შემდეგ უკვე Watergate-ის შემდეგ გამოიყენებენ ნებისმიერ პოლიტიკურ სკანდალზე. Gate იქნება, დიდი პოლიტიკური სკანდალი იქნება Gate იყო, მერე შემდეგ იყო Iran Gate, Monica Lewinsky-ის ამბები კლინტონთან, Monica Gate და ასე შემდეგ. Gates რო ესე იგი რო ესმით პოლიტიკოსებს, ცოტა ეჟინიათ, ესე ვფიქრობ. Watergate სასტუმრო კომპლექსი, სადაც იყო როგორც სასტუმრო ნომრები, ასევე ბინები, ოფისები და აი ამ ესე იგი კომპლექსში მდებარეობდა დემოკრატიული პარტიის როგორც ესე იგი წარმომადგენლების და ლიდერების, პოლიტიკოსების ბინები, ასევე ეროვნული დემოკრატიული პარტიის ეროვნული შტაბ-ბინა. სანტექნიკოსები მუშაობენ, აკეთებენ დავის ესე იგი შავ საქმეს და შემდეგ უკვე აღმოჩნდება, რომ ის რაც მოხდა 1972 წლის 17 ივნისს, როდესაც სანტექნიკოსები შევიდნენ Watergate-ში და შემდეგ ისინი დაიჭირეს, ხო არ იყო პირველი შემთხვევა. აღმოჩნდება, რომ ჯერ კიდევ ერთი თვით ადრე სანტექნიკოსებს ჰქონდათ რამდენიმე მცდელობა. ანუ ის რაც მოხდა 17 ივნისს, მეოთხე თუ მეხუთე მცდელობა იყო მათი, არ ვიცი, ცოტა უცნაურია. მე რო აი მასალებსაც რო ვკითხულობდი, ცოტა რაღაცა უცნაური ხალხი მუშაობდა იქ. ნუ ჯერ ეს ერთი ამ ჯგუფის ხელმძღვანელები, Howard Hunt და იგივე Gordon Liddy, ხო, ნუ ყოფილი თანამშრომლები CIA-ის, რომლებიც მუშაობდნენ ნიქსონის საარჩევნო შტაბში, იმიტომ რომ უკვე მეორე ვადაზეა საუბარი. ხო, ნუ არ ვიცი, მაინც და მაინც ახლა 4-ჯერ როგორ უნდა მოახერხო, ერთხელ შევიდნენ, რაღაცა ინსტრუმენტი დარჩათ და კარი ვერ გააღეს. მეორედ შევიდნენ და ეგონათ რომ ყველა წავიდო და ბოლომ ნუ ღამემდე იყვნენ იქ დემოკრატები თავის შტაბ-ბინაში და აღარ წავიდნენ და მერე დაცვის თანამშრომელმა ჩაკეტა ესენი ერთ-ერთ დარბაზში და დილით რაღაცნაირად გამოვიდნენ იქედან. მესამედ რომ შევიდნენ ჯერ მაისია 72 წლის, მერე როგორც გაირკვევა შევიდნენ, შეაღწიეს როგორც იქნა, დააყენეს რა უნდა გაეკეთებინათ, უნდა დაეყენებინათ მოსასმენი აპარატურა, ბაგს, ხო, ბაგები და ასევე გადაეღოთ ფოტოები დოკუმენტებისთვის. ეს გააკეთეს, დააყენეს, გადის დრო, არ ვიცი, ხო usmenen მერე აბა რაზე ლაპარაკობენ. ხო, აღმოჩნდა რომ ერთ-ერთი ეს მოსასმენი აპარატი საერთოდ არ მუშაობდა და თან აღმოჩნდა რომ რატომ მიკვირს ახლა ვის ანდეს ესეთ საქმე არ ვიცი. აღმოჩნდა რომ მდივნების ოთახებში დააყენეს და ძირითადად ეს ვინც უსმენდა ამას, ნუ რა ვიცი უსმენდა ამ პოლიტიკოსების დემოკრატების მდივნების საუბარი, ნუ ძირითადად ახალგაზრდა ქალები იყვნენ, რა ვიცი, ტანსაცმელზე და მოდაზე ლაპარაკობდნენ. მოკლედ 1972 წლის 17 ივნისი ღამის 2 საათი. Watergate კომპლექსში შევიდა 5 ადამიანი. ამ ხუთეულში შედიოდნენ კუბელები, რომლებიც, ნუ მე როგორც თვითონ იტყვიან, გამოექცნენ, ესე იგი ფიდელ კასტროს და კომუნისტურ რეჟიმს. ასევე იყვნენ 2, ნუ ამერიკელი, რომელიც ასე მონაწილეობდა კუბაზე ერთ-ერთ თავდასხმაში ამერიკის მხრიდან. ხო, და იყო ადამიანი ჯეიმს მაკორდი, რომელიც ადრე მუშაობდა CIA-ში და იმ პერიოდში იყო რიჩარდ ნიქსონის საარჩევნო შტაბის თანამშრომელი. აი ეს 5 ადამიანი შედის Watergate-ში, მაშინ დაცვაში ღამის 2 საათი. მუშაობდა, ეს იყო მისი პირველი სამუშაო დღე. 24 წლის ვინმე ფრენკ უილსი. ესენი შევიდნენ, გააღეს კარი, ყველა ინსტრუმენტი ჰქონდათ და რა არის ესე იგი დავალება, რომ იქ შევიდნენ, გაასწორონ მოსასმენი აპარატები, რაც არ მუშაობდა, შეცვალონ, იმ ადგილას დააყენონ, სადაც საჭიროა
მათ გარდა გარეთ იმყოფებიან უკვე ესე იგი ვინც ვახსენე ჰოვარდ ჰანტი და გორდონ lidy და მოპირდაპირე მხარეს შენობაში იმყოფება ადამიანი რომელიც უთვალთვალებს მათ და იმ შემთხვევაში თუ რაღაცა მოხდება ან პოლიცია მოვა ან რაღაცა უნდა შეატყობინოს რაცია აქაც იცით რა მოხდა ერთ-ერთ რაცია დარჩა დაავიწყდა მოკლედ რო შევიდნენ შენობაში ერთ-ერთ კარი საიდანაც ესე იგი შეაღწიეს გააღეს როგორც იქნა შეაღწიეს და აი ამ კარზე დააწებეს წებოვანი ლენტი სკოჩი ბევრ ჟარგონს ხმარობ დღეს ვიყენებ უკაცრავად რომ კარი არ დაიკეტოს შემდეგ მარტივად გამოვიდნენ რაცია დარჩა დაბრუნდა რაცია გამოართვა ისევ შევიდა შენობაში ეხა ამ დროს რატო ვახსენე დაცვის თანამშრომელი ამ ხელა კომპლექსია ნუ დაცვა ყავს მაგრამ ნუ ერთი ადამიანი რომელიც ზის და დაცვა მაგრამ მის მოვალეობაში შედის ამ შენობის მთელი ღამის განმავლობაში რეგულარულად დათვალიერება ყოველ 2 საათში თუ 1 საათში ვერ გეტყვით ზუსტად ერთ-ერთი პირველი დათვალიერების დროს ისინი არიან უკვე შენობაში მუშაობენ იღებენ მოსასმენ აპარატურას აყენებენ აი ეს ფრენკ უილსი უცებ ამჩნევს რომ ერთ-ერთ კარზე აი იქ არის მიკრული აი ეს წებოვანი ლენტი ხო ну ხა თავიდან ისე არ მიაქცევს ამას ყურადღებას მოაძრობს და გადააგდებს მერე შემდეგ დაბრუნდება გადის დრო არ ვიცი კიდე 1 საათი ისინი თავის საქმეს აკეთებენ ისევ მივა იმ კართან და აღმოაჩენს რატო იყო მეორედ იმიტომ რომ იმას ხო დარჩა რაცია ხო დაბრუნდა გაუკვირდა რატო არ არის ეს ლენტი ისევ თავიდან გააკეთა ლენტი თავიდან ესე იგი დააწება და ფრენკ უილსი აღმოაჩენს რომ მეორე შემოწმების დროს ისევ კარზე არის სკოჩი ხო აქ თუ პირველად უილსმა არ მიაქცია ამას ყურადღება მეორედ შენობაში საიდანაც ყველა არის წასული იცის შენობაში არავინ არ იმყოფება ხო გადაწყვიტავს რომ რაღაცაშია საქმე უფრო მეტიც ნუ მიხვდება რომ შიგნით ვიღაცა იმყოფება ამიტომ ფრენკ უილსმა დარეკა პოლიციაში ნახეთ რა საინტერესო ამბავი ხდება პოლიციაში ეუბნებიან რომ არაო ეხავეო ეკიპაჟი ვერ მოვაო იმიტომ რომ ბენზინი არა გვაქვს ეხაო გამისამართებთო მეორე ეკიპაჟზე რამდენი დამთხვევაა ხო ნუ ხო გადაამისამართეს მეორე ეკიპაჟზე ფრენკ უილსი უკავშირდება იმათ ისინი ცოტა აღმოჩნდა შემდეგ რომ ცოტა ნასვავები იყვნენ და იყვნენ ბარში მაგრამ იტყვიან რომ კიო მოვალთო რომ მოვიდნენ ფრენკ უილსს ძალიან გაუკვირდა იმიტომ რომ ჯერ ერთი მოვიდნენ ჩვეულებრივი მანქანით და არა პოლიციის მანქანით და ეცვათ როგორც კიდე ერთი ჟარგონი როგორც ბომჟებს როგორც ნუ რაღაც ადამიანებს აი ქუჩაში რო ძინავთ ეს გაკვირვებული ვინა ხართო თქვენო ჩვენო ვართო პოლიციელებიო მაგრამო ეხაო ოპერაციაზე ვიყავითო ფარულად მუშაობთო რაღაცა ნარკოტიკებთან ბრძოლის ოპერაციას ატარებდნენ ისონი ხო ებრძვის ნარკოტიკების გავრცელებას და ამიტომ ჩაცმულები არიან როგორც არ ვიცი ჰიპები რაღაც არანაირი პოლიციის ფორმა არანაირი მაგრამ ნუ აჩვენეს ახლა ეს რაღაცა დოკუმენტები შევიდნენ შენობაში და აი კიდევ რატომ იყო ეს მნიშვნელოვანი რომ პოლიციელები თავისი მანქანით და ჩაცმული კი არ მოვიდნენ რომ იმ ადამიანმა რომელიც მოპირდაპირე მხარეს არის და უთვალთვალებს აბა რა ხდება ქუჩაში ვინმე ხო არ შედის რამე ხო არ ხდება ხო იმან არც მიაქცია ყურადღება იმას რომ რაღაცა მანქანა გაჩერდა ეხა so what ხო შევიდნენ შენობაში მე ხა იარაღიც აქვს და ნუ ბევრი რო არ ვილაპარაკოთ ერთ-ერთ ოთახში აღმოაჩინეს აი ეს 5 როგორც თავიდან იფიქრეს მძარცველი მაგრამ ეხა სცენა წარმოიდგინეთ კინო 5 მძარცველი რომლებსაც აცვიათ კოსტიუმები ჰალსტუკებიც უკეთიათ ესეთი ჯეიმს ბონდები და პოლიციელები რომლებსაც აცვიათ როგორც რა ვიცი ჰიპებს და რა ხდება თქვენ რა შვებით ნუ რა ვიცი აი მძარცველები ვართო ჩვენო ეხა ამათ თავიდანვე კი გაუკვირდათ რა მძარცველები არიანო ესენიო ჯერ ეს ერთი
ნუ ეხა გარეგნულად რო შეხედეს, ნუ არ გავდნენ ეხა მძარცველებს. მეორე ის იყო რომ ეხა იპოვეს ფოტოაპარატები, რომელიც ამათთან ჰქონდათ, ფირები, მოსასმენი აპარატები და ფული. რაღაცა $2400, $100-იანი კუპიურებით, აი ერთნაირი, აი ერთი მეორეს რომ იყვება ნომრებით. ნუ შემდეგ ეხა გამოძიების დროს როგორც გაირკვევა. მოკლედ ამ 5 ადამიანს დააკავებენ. ჰოვარდ ჰანტი და გორდონ ლიდი, გენიალური ესე იგი ოპერაციის ავტორები. ასაკურველია გაიგებენ ამის შესახებ, უკვე მერე, იმიტომ რომ მერე შემდეგ დამატებით მოვა კიდე პოლიცია, ის მესამე ადამიანის მოპირდაპირე მხარეს ისინი წავლენ იქედან, ამ ადგილიდან გაიქცევიან ესე ვთქვათ, მაგრამ ამ 5 ადამიანს დააკავებენ. მეორე დღეს, ანუ უკვე 18 ივნის ეს ადამიანები მიიყვანეს სასამართლოში, რადგან მოსამართლემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება დაიწყოს თუ არა გამოძიება ამასთან დაკავშირებით, ან იქვე უნდა მიიღოს რაღაცა ვერდიქტი გამოიტანოს. და როდესაც და პარალელურად, არანაირი როდესაც, პარალელურად რა ხდება და აქ მე გადავდივარ აი ამ ისტორიის ჩემს საყვარელ ნაწილზე, იმიტომ რომ ის რაც გააკეთა ამ ორმა ჟურნალისტმა და მათმა რედაქტორმა, ხო, ნუ წარმოუდგენელ პატივისცემას იმსახურებს და არის მაგალითი იმისა, როგორ უნდა იმუშაონ ჟურნალისტებმა. თუ ჩვენ გვიყურებენ, რა ვიცი, ახალგაზრდა ჟურნალისტები, ან ისინი, ვინც აპირებს, რომ გახდეს ჟურნალისტი, მე გირჩევთ, რომ წაიკითხოთ წიგნი, რომელიც დაწერეს ამ ჟურნალისტებმა ამ სკანდალზე და საერთოდ გაეცნოთ იმათ, როგორ მუშაობდნენ ეს ადამიანები, როგორ არ ნებდებოდნენ. ჩემთვის ეს ორი ადამიანი ყოველთვის იქნება აი ამ ჟურნალისტიკის ის რასაც მე ვეძახი ნამდვილ ჟურნალისტიკას, აი დიდ ადამიანებად და დიდ სახელებად. მოკლედ ის 5 მიიყვანეს სასამართლოში პარალელურად გაზეთ Washington Post-ში მუშაობს 2 ახალგაზრდა ჟურნალისტი, 2 რეპორტერი, ბობ ვუდვორდი და კარლ ბერნსტაინი. 30 წლისაც არ არის არც ერთი, 28, 26 და 23. 2 აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანი. ამ ამბამდე, ამ ისტორიამდე არც მეგობრობდნენ, კოლეგები იყვნენ, ერთ ოფისში მუშაობდნენ. აბსოლუტურად განსხვავებულები აი ხასიათით. ბობ ვუდვორდი ძალიან დისციპლინირებული, ძალიან მოწესრიგებული ადამიანი, რომელმაც იმსახურა ჯარში, რესპუბლიკურ პარტიას აძლევდა სუხმას. ძალიან ისეთი კარგი განათლება განათლებული ჟურნალისტი და კარლ ბერნსტაინი, რომელსაც უმაღლესი განათლებაც არ ჰქონდა დამთავრებული, ანუ დაიწყო და შემდეგ დაანება თავი, მაგრამ აი ახალგაზრდა რეპორტერი, ჩემი ჯილა, კარლ ბერნსტაინი. თუმცა ბობ ვუდვორდს ალბათ უფრო დიდი როლი აქვს ამ ამბავში, მაგრამ მაინც. აი ადამიანი ძალიან კარგი ჟურნალისტური ინსტინქტებით. გუმანით რო ხდება რაღაცებს და აი რო არ ნებდება და აი ბოლომდე აი ეს ადრენალინი რო აქვს. კიდევ ერთხელ თუ ჩვენ გვიყურებენ ჟურნალისტები, გაიგებენ, რასაც მე ვამბობ. აი ეს ადრენალინი, როდესაც შენ ხვდები, რომ რაღაცა დიდ ისტორიაზე მუშაობ და აი ეს გიხარია და არ ჩერდები არაფერ. ალბათ იმიტომაც შედგა ეს ტანდემი არაჩვეულებრივი ვუდვორდის და ბერნსტაინის და ასევე აუცილებლად უნდა ვახსენოთ Washington Post-ის მაშინდელი რედაქტორი ბენ ბრედლი. რომ არა ბრედლი, რომელიც სულ მხარს უჭერდა ამ რეპორტერებს, სულ ბეჭდავდა მათ მასალებს და იყო სხვათა შორის მთელი აი ამ ისტორიის განმავლობაში ერთი შემთხვევა, როდესაც დაბეჭდეს შეცდომით რაღაცა ინფორმაცია, იქ მოხდა ისე, რომ წყარომ და კარლ ბერნსტაინმა ვერ გაუგეს ერთმანეთს და მართლა გაეპარათ შეცდომა. მიუხედავად აი ამ შეცდომისა, მიუხედავად ზეწოლისა და ამაზე ეხა მოუყვები ყველაფერს, ხო, ბენ ბრედლი უჭერდა მხარს თავის რეპორტერებს, ესე უნდა იქცეოდნენ ნამდვილი რედაქტორები.
რომლებიც არიან ხოლმე სერიოზული, ესე იგი, გავლენის და წნეხის ქვეშ. მოკლედ, 18 ივნისია სასამართლო, ეს ორი ახალგაზრდა რეპორტერი გაუშვეს სასამართლოში. რაღაცაო შეაღწიესო დემოკრატიული პარტიის შტაბ-ბინაშიო ვიღაცა მძარცველებმაო და წადითო ერთი ნახეთო, მოისმინეთო რაზე არისო ლაპარაკიო, რაღაცა სტატია დაწერეთო. ანუ თავიდან არავის საერთოდ არ გონია, რომ რაღაცა სერიოზულ ამბავზეა საუბარი და ის რომ ეს ამბავი მიიყვანს პრეზიდენტის გადადგომაზე, ნუ ამაზე ზედმეტია ლაპარაკი. ნუ აი ჩვეულებრივი კრიმინალური ეპიზოდი, რომელზეც ნუ შეიძლება დაწერო რაღაცა სტატია. მიდიან სასამართლოში და როდესაც მოსამართლე ეკითხება აი ამ დაკავებულებს, შემივიხარ, მივიდა ჯეიმს მაკკორდამდე და რად მუშაობთ თქვენო რა მოხელი ნაჩვენიკი ხართო და ჯეიმს მაკკორდი ეუბნება რომ მეო რიჩარდ ნიქსონის საარჩევნო შტაბში მუშაობო. უშიშროების საკითხებში მრჩეველი ვარო. ეს რა საინტერესო ამბავი იყო უკვე და კიდე საერთოდ კიდე სად მუშაობდით და უცებ ჯეიმს მაკკორდი ეუბნება მე CIA-ის ყოფილი თანამშრომელი ვარო. ხო, აი CIA-ის ყოფილი თანამშრომელი ეს უკვე ძალიან საინტერესო ამბავი არის. იმიტომ რომ როგორც გითხარით, CIA-ის თანამშრომლებს არ აქვთ უფლება რომ რაიმე სახის ოპერაციაში ამერიკის ტერიტორიაზე მიიღონ მონაწილეობა. ეს FBI-ის, ესე იგი, დავალებაა და მათი საქმეა. აქ ნახეთ ჟურნალისტური ინსტინქტები. ეს პრინციპში იყო ის მიზეზი, რატომაც ბობ უდვორდმა და კარლ ბერნსტაინმა გადაწყვიტეს, რომ აი გაყვნენ ამ ისტორიას და რაღაცა გამოიციონ, რაში არის საქმე, იმიტომ რომ მათთვის ის რომ ხუთი კაცი, ცოტა გაუგებარი, კუბიდან წამოსულები, დემოკრატიული პარტიის შენობაში შესული, ერთი წლით ადრე ხო არის გამოქვეყნებული ეს პენტაგონის დოკუმენტები, ეხლა მთლად კარგად არ არის საქმე ქვეყანაში, ხო, ვიცით რომ დავრობა რაღაცა მეთოდებს მიმართავს, რომ ესე იგი შავ პიარს და ასე შემდეგ და მოსმენებს და ასე შემდეგ და თან ამ ხუთეულში ერთი არის CIA-ის ყოფილი თანამშრომელი. აი უკვე მეორე დღეს ესენ დაბრუნდნენ რედაქციაში და ბენ ბრედლის ეუბნებიან, მე მგონი ძალიან საინტერესო ამბავი, ესე იგი ხდებაო რა და ჩვენო გვინდაო ეს არ არის არ გონია ჩვენო არ გონიაო ჩვენო რომ ეს არის ჩვეულებრივი კრიმინალური ეპიზოდი. ჩვენ გონია რომ ეს არის უფრო ღრმა, უფრო საინტერესო ამბავი და გვინდა რომ ამ ამბავს გავყვეთ. ნუ გინდათ კი ბატონო, იმუშავეთო. უკვე 19 ივნისს ბობ უდვორდი დაუკავშირდება ერთ-ერთ თავის წყაროს. ზოგადად ამ ორ ადამიანს ბევრი წყარო ყავდა, რომლებსაც ესაუბრებოდნენ, იღებდნენ ინფორმაციას და დასტურს რაღაცა გარკვეული ინფორმაციის. ეს ორი ადამიანი Watergate-ის სკანდალის ჟურნალისტიკაში ეს გამოძიება, ესე იგი ჟურნალისტური გამოძიება დაამკვიდრებს ოქროს სტანდარტს აუცილებლად ნებისმიერ გამოძიებაში უნდა იყოს როგორც მინიმუმ 2 წყარო, ყველაფერი უნდა გადაამოწმო. უფრო მეტიც აი ამ ტანდემში უდვორდსა და ბერნსტაინს შორის იყო შეთანხმება, ორივეს ჰქონდა ვეტოს უფლება და თუ ხან ერთი წერდა, ხან მეორე წერდა ამის წყაროები, იმის წყაროები, მაგრამ თუ მეორე, მაგალითად ერთი დაწერდა, მეორე იტყოდა, რომ არა, ჩვენ ამას ვერ გამოვაქვეყნებთ, ან არ გამოვაქვეყნებთ, ესე ან შევცვალოთ რაღაცა, ვეტო იდებოდა და სტატია არ გადიოდა, ან იცვლებოდა. აი, მოკლედ ესეთი შეთანხმება ჰქონდა ორივეს. და 19 ივნისს ბობ უდვორდი, როგორც გითხარით, უკავშირდება თავის წყაროს. ხო, აი აქ კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ეპიზოდია Watergate-ის სკანდალის. ვინ იყო ეს წყარო? ამ ადამიანს ბობ უდვორდი იცნობდა, მაგრამ Watergate-ის გამოძიების დროს, ჟურნალისტურ გამოძიებაზე ვამბობ და არა მარტო პრინციპში, მაგრამ Washington Post-ში ამ წყაროს ვინაობა იცოდა მხოლოდ 3 ადამიანმა. ძალიან ხშირად ამბობენ რომ მარტო ბობ უდვორდმა იცოდა, არა მეგობრებო, ბობ უდვორდი უბრალოდ პირადად იცნობდა ამ ადამიანს. კარლ ბერნსტაინი და ბენ ბრედლი პირადად არ იცნობდნენ.
ეს იყო, მაგრამ იმორმაც იცოდა ვიზე არის საუბარი. მათ გარდა არავის არ ქონდა წარმოდგენა იმაზე, თუ ვინ არის ეს წყარო. ზოგადად იმასაც ვიტყვი, რომ Watergate-ზე სხვა გაზეთებიც წერდნენ, რასაკურო, New York Times-ი წერდა, Los Angeles Times-ი წერდა, საინტერესო მასალებს აქვეყნებდნენ, მაგრამ Washington Post-ის ძალიან დიდი უპირატესობა იყო აი ეს წყარო. თუმცა არსებობს ინფორმაცია, რომ სხვებსაც ელაპარაკებოდა, მაგრამ ის, რასაც ეუბნებოდა Bob Woodward's და კიდე ბევრი სხვა მასალა, სხვა წყაროები, Carl Bernstein-ი ესე იგი არ ჩერდება. ხო, ამან გახადა Watergate-ი, Washington Post-ი და არა რაღაცა სხვა გაზეთები. ამ ადამიანის შესახებ იცის სამა ადამიანი. ვინ არის, რა ქვია? ვინ არის ეს ადამიანი? გაზეთში, რედაქციაში, ეხლა, იციან, რომ წყაროს ესაუბრება, ხო? თვითონ Bob Woodward-მა ამ წყაროს დაარქვა My Friend, ჩემი მეგობარი. და როდესაც მას ესაუბრებოდა და ეს შეხვედრები, როგორი კონსპირაცია იყო წარმოუდგენელი, ესე იგი, არავითარ შემთხვევაში არ ურეკავდნენ ერთმანეთს ტელეფონით, იმიტომ რომ რასაკვირველია ეშინოდათ, რომ შეიძლება ისმინება. იყო სპეციალური კონსპირაცია, Bob Woodward-მა უნდა გადადგას რაღაცა ყვავილი თავის აივანზე, აქედან იქ. New York ის წყარო New York Times-ის მეშვეობით ატყობინებდა, რომ ესე იგი უნდა შეხვედრა და მზად არის შეხვედრისთვის და New York Times-ის რომელიღაცა გვერდზე იწერებოდა რაღაცა განცხადება იბეჭდებოდა და იქ იყო მინიშნებული ესე იგი დრო შეხვედრის. მთელი კონსპირაცია. ხდებოდა Bob Woodward იცვლიდა რამდენიმე მანქანას, სანამ მივიდოდა რაღაცა გარაჟამდე, სადაც ესე იგი ხდებოდა ამ თავის წყაროს. My Friend, მაგრამ როდესაც იწერდა, ხელით იწერდა რაღაც ის, რასაც უყვებოდა, ხო, იქ მინაწერი იყო MF, პირველი ასოები My Friend-ის, ჩემი მეგობრის. ხო, შემდეგ შეცვალა ამ ეს MF, იმიტომ რომ რაღაცა მომენტში მიხვდა, რომ არავითარ შემთხვევაში MF არო, ყველაფერი შეიძლებოდა რომ დაეწერა MF-ის გარდა. იცით რატომ? იმიტომ რომ MF იყო იმ წყაროს ინიციალები, სახელიც და გვარის. გეტყვით, რაც ერქვა იმ კაცს. ცოტაც და გეტყვით. რედაქციაში ამ წყაროს დაარქვეს Deep Throat. ღრმა ხახა. რატომ? რა ვქნათ, ჩვენ ჟურნალისტები, აი რაღაცა ესეთი ადამიანები ვართ. რაღაცა ხანდახან ცუდ სიტყვებსაც ვამბობთ, ან უცნაური სახელები. საქმე ის არის, რომ იმ პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებში უაღრესად პოპულარული იყო პორნოგრაფიული ფილმი, რომელსაც ერქვა Deep Throat. ღრმა ხახა. ერთ-ერთ Washington Post-ის ერთ-ერთმა გაუმშვებმა რედაქტორმა ამ წყაროს, მნიშვნელოვან წყაროს, რომელიც deep backgrounds, deep ინფორმაციას აწვდიდა Bob Woodward, ზუსტად ამიტომ დაარქვა Deep Throat, აი სიღრმისეულ მასალაზე იყო საუბარი. აი ესეთი, ესე იგი, ალეგორია, ესე იგი, მაგრამ if you know what I mean. Deep Throat. მოდით აქვე გეტყვით. გავა 30 წელი. და გაირკვევა, რომ Deep Throat, აი ეს მთავარი წყარო, იყო არც მეტი და არც ნაკლები FBI-ის მაშინდელი დირექტორის მოადგილე Mark Felty. იმიტომაც მიხვდა უცებ გაშეშდა ალბათ კაცი, რომ MF-ს რო წერდა My Friend, რომ Mark Felt, MF ამ ადამიანის ინიციალები იყო და შეწყვიტა ამის მერე, წაშალა ყველგან Deep Throat. ეს გაირკვევა 2005 წელს. Mark Feltმა 2005-ში, რომელიც უკვე ძალიან ხანში შესული კაცი იყო, ამის შესახებ მოუყვა თავის ოჯახის წევრებს. და მისმა ქალიშვილმა აიძულა, უთხრა რომ ეს იქნებოდა სწორი ნაბიჯი, რომ ამის შესახებ, ესე იგი, გაეგო საზოგადოებას და Mark Feltმა მისცა ინტერვიუ ამერიკულ ჟურნალს Vanity Fair-ს, სადაც მოუყვა იმის შესახებ, რომ I am a Deep Throat, მე ვარ ღრმა ხახა, მე ვარ ის ადამიანი, რომელიც Bob Woodward-ს Washington Post-ს აწვდიდა ინფორმაციას.
მარკ ფელტი გარდაიცვალა 2008-ში, 3 წელიწადში. და სხვათა შორის შემდეგ, როდესაც იყო საუბარი, რატო აწვდიდა მარკ ფელტი, FBI-ის დირექტორის მოადგილე იყო კაცი. ხა რატო აწვდიდა ჟურნალისტებს ესეთ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, ვინ მონაწილეობდა, ვინ იყო ორგანიზატორი, რა ხდებოდა, ხო? იცით რა, ჯერ ეს ერთი, ზოგი ესე თვლის სხვადასხვა ვერსიას ესე წერენ. ვიღაცები წერენ, რომ იყო პატრიოტი და თვლიდა, რომ ეს არასწორი და საშინელი ამბები, რომელიც ხდებოდა, მეთოდები, რომელსაც მიმართავდა იგივე თეთრი სახლის ადმინისტრაცია, იყო დანაშაული და აი ზუსტად ამ თვალსაზრისით ეს ამოძრავებდა მარკ ფელტს. მეორე ბევრად უფრო პროზაული მიზეზი იყო. საქმე ის არის, რომ ედვარდ ჰუვერის სიკვდილის შემდეგ მარკ ფელტი იკავებდა მაღალ პოზიციას და დირექტორის მოადგილე იყო. ხო, მას ჰქონდა ამბიცია, რომ ის გახდებოდა FBI-ის დირექტორი და ნიქსონმა არ დანიშნა ამ პოსტზე და აი რაღაცა ესე თვლიდა, რომ არ სათანადოდ არ დააფასეს, ესე ვთქვათ რა. როგორც გინდათ ისე, მოდით ყველამ თავისი დასკვნა გააკეთოს, რა მოძრავებდა მარკ ფელტს. სხვათა შორის შემდეგ უკვე აი ამ რიჩარდ ნიქსონის გადადგომის შემდეგ მარკ ფელტსაც მოუწევს გადადგომა, რადგან მაინც იყო რაღაცა ეჭვი, იმიტომ რომ იქ თეთრ სახლში და FBI-ში, რომელიც აწარმოებდა ოფიციალურად აწარმოებდა გამოძიებას ამასთან დაკავშირებით, სულ ესე იგი იყო ეს შეკითხვა, ვინ აწვდის ამ ჟურნალისტებს, ამ საშინელ ჟურნალისტებს ინფორმაციას, ვინ. შემდეგ არა უოთერგეითთან დაკავშირებით, რაღაცა გაჩნდა ეჭვების კიდე სხვა საქმესთან დაკავშირებით, რომ ეს იყო მარკ ფელტი და მას მოუწია გადადგომა. შემდეგ სხვა შორის გაასამართლეს კიდევაც, მაგრამ სულ სხვა მიზეზის გამო. მაშინ იყო ესეთი მემარცხენე რადიკალური ორგანიზაცია, რომელსაც ერქვა Weather Underground, სინოპტიკოსებს ეძახდნენ. თეთრი სახლი, ხელმძღვანელობა ქვეყნის საერთოდ თვლიდა, რომ ეგენი არიან ტერორისტები და მარკ ფელტი გაასამართლეს იმის გამო, რომ იგი ხელმძღვანელობდა ოპერაციას, ისევ და ისევ მოსასმენი აპარატურის დაყენება Weather Underground-ის სინოპტიკოსების სახლებში. უკანონოა ეს ყველაფერი, ხა ამაზე ალაპარაკი და ამის გამო გაასამართლეს, მაგრამ პრეზიდენტმა უკვე მაშინ იყო პრეზიდენტი რონალდ რეიგანმა შეიწყალა მარკ ფელტი. აი ეს არის მარკ ფელტი. მე რატომ მიყვარს პირადი საქმე, არაერთხელ მithქვამს ეს, რომ მე მიყვარს, რომ როდესაც ყვები, აი რაღაცა ერთი თემა გვაქვს, ხო, ერთი ისტორია, აი ისტორია ისტორიაში. ხედავთ, რამდენი შრე, რამდენი ამბავია, იქ დავიწყეთ რიჩარდ ნიქსონით, რა ვიცი, ვიეტნამით დავიწყეთ, რიჩარდ ნიქსონი, მისი გზა, შემდეგ გადავედით ამ სკანდალზე, სინოპტიკოსები, სანტექნიკოსები, Deep Throat, მარკ ფელტი. რა ვიცი, მოკლედ დიდი ამბებია. კიდე ერთი ქალი, რომელსაც არ შემიძლია, რომ არ მოგიყვეთ, საინტერესოა, ეს იყო მარტა მიჩელი, ჯონ მიჩელის ცოლი. ჯონ მიჩელი იყო ყოფილი გენერალური პროკურორი და ასევე რიჩარდ ნიქსონის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი. მარტა მიჩელმა, როდესაც ესეთი ქალი იყო, აქტიური, კონსერვატული, ცნობილი ვაშინგტონში, ამერიკის იმ ელიტარულ პოლიტიკურ წრეებში და როდესაც გაიგო, რომ აი დააკავეს, იმიტომ რომ ხო დაიწყეს, ამათმაც დაიწყეს წერა, დააკავეს 5 კაცი, უოთერგეითში შეჭრის გამო, მთელი ამბები და იქ იყო ჯეიმს მაკორდი და უცებ ამ მარტა მიჩელს გაუკვირდა და ეკითხება იმ თავის მეუღლეს, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს, რომელიც თურმე საქმის გულში იყო მთელი ამ ოპერაციის და ჯეიმს მაკორდი როგორ დააკავეს, რატომ მონაწილეობდა ამ უკანონო ამბებშიო, რატომ გაუკვირდა მარტა მიჩელს. იმიტომ რომ ჯეიმს მაკორდი, რომელიც იყო ყოფილი CIA-ის თანამშრომელი, უშიშროების საკითხებში მრჩეველი საარჩევნო შტაბში ნიქსონის, გარდა ამისა, ჯონ მიჩელთანაც მუშაობდა და მარტა პირადად იცნობდა ამ ადამიანს, ხანდახან მძღოლადაც მუშაობდა მასთან და მათ ქალიშვილთან და მარტა მიჩელს გაუჩნდა შეკითხვები, რომ ეს ადამიანი საერთოდ ამ ვიღაცა მძარცველებთან რა კავშირშია, დემოკრატ. ჯონმა არაფერი არ უპასუხა, მაგრამ
ну მართა ესეთი ქალი იყო, ვიღაც რეპორტერებს დაუკავშირდა, რაღაცა შეკითხვები მაქვს ამ საქმესთან დაკავშირებით. თან იწერება უკვე სტატიები Washington Post-ში, რომ ეს არ არის უბრალოდ კრიმინალური ეპიზოდი. და იყო ესეთი მომენტი, როდესაც მართა მიჩელმა დაურეკა ერთ-ერთ ჟურნალისტს, რომელთანაც იქამდეც ჰქონდა საუბრები და რაღაცა ინფორმაციას აწვდიდა, განცხადებებს აკეთებდა. და უცებ აი ამ საუბრის დროს ამ რეპორტერმა, ჟურნალისტმა გაიგონა მართას ყვირილი არ მომიახლოვდა და სატელეფონო საუბარი გაწყდა. ხო, შემდეგ ჯონ მიჩელმა მეუღლემ გამოაცხადა, რომ მართას აქვს პრობლემები ალკოჰოლთან, რაღაცა ფსიქიური პრობლემები. შემდეგ აღმოჩნდა მე რომ გაირკვევა, რომ მართა ამ დროს იყო სასტუმროში, სადღაც ისვენებდნენ და იქ FBI-ის თანამშრომელი, ესე იგი, იმყოფებოდა იმ ოთახში და მან გამოართვა ყურმილი მართა მიჩელს და არ მისცა საშუალება, რომ ჟურნალისტს დაალაპარაკებოდა და ესეც შავი პიარი დაიწყო მართა მიჩელის წინააღმდეგ. სხვათა შორის თუ გაინტერესებთ მართას ამბავი და არა მარტო ზოგადად Watergate-ზე ძალიან ბევრი ფილმია გადაღებული, მხატვრულიც და ბევრი დოკუმენტური. სულ რამდენიმე წლის წინ მე მგონი 22-ში და 23-ში გამოვიდა ფილმი, რომელსაც ჰქვია Gaslight-ი, სადაც მთავარი პერსონაჟი არის ზუსტად მართა მიჩელი და მის როლს ასრულებს ჯულია რობერტსი. თუ გაინტერესებთ, სერიალია, სხვა შორის რამდენიმე სერია შეგიძლიათ ნახოთ. მოდით, გავაკეთოთ პაუზა. ჩვენს პატრეონელებს მე ვეტყვი, რომ ტრადიციულად რაღაცებს გთავაზობთ ხოლმე თქვენ, რაღაცა ბლოგებს პატარას და ასევე მე აი ამ ეპიზოდის შემდეგ შემოგთავაზებთ ჩემ, ესე ვთქვათ, სიას იმ ფილმების ან სერიალების, რომელიც გირჩევთ, რომ ნახოთ თუ გაინტერესებთ Watergate-თან და Nixon-თან დაკავშირებით. ამიტომ შემოგვიერთდით Patreon-ზე. კიდევ დამატებითი საინტერესო ამბები ხდება. მადლობა თქვენ. მადლობა ყველას, ვინც გვიყურებს. კიდევ ჯერ გვაქვს წინ მთელი ამბები. მადლობა Chavi Coffee Roasters, დიდი მადლობა, ეხლა დავლევ, ცოტა რომ დავისვენო ამოვისუნთქო და დიდი მადლობა GT Consulting-ს, იურიდიულ კომპანიას, ამ ეპიზოდის აღწერაში არის ბმული, შედით, დაჯავშნეთ უფასო კონსულტაცია, თუ გჭირდებათ იურისტების კონსულტაცია. ასევე ვითანამშრომლოთ სტუდია 64-ში, თუ გჭირდებათ კრეატიული კონტენტი, მოგმართეთ. ყველას მადლობა. გამოყევით YouTube-ზე და მოუყევით, ესე იგი, ჩვენი პროექტის შესახებ სხვებს. თითქმის 39,000 ფოლოვერი ყავს YouTube-ზე, თითქმის, მაგრამ ჩვენ უფრო მეტი გვინდა. სლადო ასათიანი ამბობდა, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა. ჩვენ კი უფრო მეტი ფოლოვერი გვინდა. მადლობა და გავაგრძელოთ ესე იგი Watergate-ზე ეპიზოდზე Watergate-ზე ამბების მოყოლა. ესე იგი 72 წელი მიმდინარეობს გამოძიება Watergate-თან დაკავშირებით, იწერება სტატიები და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ყველაფერი ხდება საპრეზიდენტო არჩევნებამდე სულ რაღაც 4 თვით ადრე. 72 წლის ნოემბერში იმართება საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც იღებს მონაწილეობას მეორე ვადით იღრის კენჭს რიჩარდ ნიქსონი და სხვა შორის ბევრ ადამიანს უჩნდებოდა შეკითხვა, რაში დაჭირდა ნიქსონს ეს ყველაფერი, ხო? საქმე ის არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ მისი მთავარი კონკურენტი დემოკრატიული პარტიიდან ჯორჯ მაგროვერი არ იყო ძლიერი მეტოქე, ესე ვთქვათ, და უფრო მეტიც ეს იმ პერიოდში დემოკრატიულ პარტიაში სერიოზული პრობლემები იყო, აი არ ყავდათ ესეთი ძალიან გამოჩენილი პოლიტიკოსები, ჯერ ეს ერთი გარდაიცვალა ლინდონ ჯონსონი, გარდაიცვალა ჰარი ტრუმენი, არაპირებდნენ ისევ პრეზიდენტობას, მაგრამ სერიოზული, ძალიან რესპექტაბელური ფიგურები იყვნენ პოლიტიკურ სცენაზე, ძალიან სერიოზული წონიანი პოლიტიკოსები იყვნენ. ანუ გარკვეული კრიზისი იყო დემოკრატიულ პარტიაში, მაგრამ მოდით ამაზე ცოტა მოგვიანებით ვიტყვი და უბრალოდ ვიტყვი ერთ რამეს, რომ ხო, ეს იყო ნიქსონის აი ამ პარანოის შედეგი და იმ კულტურის შედეგი, რომელიც ჩამოყალიბდა პოლიტიკურ წრეებში იმ პერიოდში. ძალიან ბინძური მეთოდების გამოყენება ოპონენტების
წინააღმდეგ. მიმდინარეობს გამოძიება, სტატიები იწერება, რიჩარდ ნიქსონს ირჩევენ, ესე იგი, პრეზიდენტის პოსტზე. ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება, ნამდვილად, მხოლოდ ერთ შტატში და წააგო რიჩარდ ნიქსონმა. დიდი პროცენტით მოუგო ჯორჯ მაგროვერს. ისევ შედის ოვალურ კაბინეტში. 73 წელი ეს არის დასაწყისი, როგორც გითხარით, ეს არის პერიოდი, როდესაც როგორც იქნა, მოაწერეს ხელი პარიზში შეთანხმებას და ამერიკელები გამოდიან, ამერიკელი ჯარისკაცები გამოდიან ვიეტნამიდან. მაგრამ აი აქ ხდება ძალიან საინტერესო ამბავი. უკვე სასამართლოში ბოლოსკენ მიდის ეს პროცესი, უნდა გამოუტანონ განაჩენი და უკვე იმ პერიოდში იმ 5 ადამიანის გარდა, რომლებიც დააკავეს 17 ივნისს, უკვე მსჯავრდებულთა სკამზე აღმოჩნდნენ ჰოვარდ ჰანტი და გორდონ lidy. ანუ ის ადამიანები, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ ამ ოპერაციას. მაგრამ თავარი რაც მოხდა 73 წლის გაზაფხულზე, იყო ის, რომ ჯეიმს მაკორდმა, მოდის გიხდით მეგობრებო, ბევრ სახელს ვამბობ, უბრალოდ ამის გარეშე, ვერ მოყვებოდი ამ ისტორიას, ხო? ამ სახელებს უფრო მარტივად ვიმახსოვრებ ვიღაცა სხვა პოლიტიკოსებისგან განსხვავებით. მოკლედ, ჯეიმს მაკორდმა, აი CIA-ის ყოფილმა თანამშრომელმა, შტაბის საარჩევნო შტაბის თანამშრომელმა, რომელიც შევიდა Watergate-ში, გადაწყვიტა, რომ მიწეროს წერილი მოსამართლეს. და ამ წერილში ჯეიმს მაკორდმა და მოსამართლემ სასამართლოს ხდომაზე ეს წერილი წაიკითხა, რამდენიმე პუნქტი იყო ამ წერილში. ჯეიმს მაკორდმა აღიარა, რომ იმის შესახებ თუ რა დავალება ჰქონდათ სანტექნიკოსებს, იცოდნენ ძალიან მაღალ დონეზე და პრინციპში იცოდა პრეზიდენტი. ცნობილია ფაქტი, რომ იმ ხდომაზე ასევე იმყოფებოდა გორდონ lidy, რომელიც, რა ვიცი, ესე იგი მიახტა ჯეიმს მაკორდს და გაოგნებული იყო იმის გამო, რაც გააკეთა ამ კაცმა. და ეს უკვე სულ სხვა დონე იყო, ანუ Watergate-ის სკანდალმა ახალი სიცოცხლე მიიღო, ხო? მეორე სუნთქვა. იმიტომ რომ უფრო და უფრო და იმ მთელი სტატიების ფონზეც ირკვევა, რომ ეს არ იყო უბრალოდ რაღაცა კრიმინალური ამბავი, ჩვეულებრივი ეპიზოდი, არა, ეს არის დიდი პოლიტიკური კამპანიის შედეგი, რომელსაც მიმართეს მაშინ თეთრ სახლში და თეთრი სახლის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ, სენატში გადაწყვიტეს, რომ მოაწყონ სპეციალური მოსმენა ამ საქმესთან დაკავშირებით, Watergate-თან დაკავშირებით და იქ გამოაქვეყნეს ძალიან დიდი სია იმ ადამიანების და მათ შორის იყვნენ მაღალჩინოსნებიც, რომლებიც უნდა მისულიყვნენ სენატში და ეპასუხათ შეკითხვებისთვის. ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც მიძულებული იყო, გამოძახებული იყო სენატში და მიეცა ჩვენება, ესე ვთქვათ, იყო ვინმე ჯონ დინი. ჯონ დინი საკმაოდ მაღალ თანამდებობას იკავებდა ადმინისტრაციაში, იურიდიულ საკითხებში კონსულტანტი იყო პრეზიდენტის. და ჯონ დინმა ამ თავის ჩვენებაში და კითხვა-პასუხში პრინციპში აღიარა და გამოაცხადა, რომ აი იმის შესახებ, რაც მოხდა Watergate-ში და არა მარტო, ამის შესახებ იცოდა რიჩარდ ნიქსონმა და კიდე არაერთმა საკვანძო პოლიტიკურმა ფიგურამ, რომლებიც იყვნენ ნიქსონის გარემოცვაში. გამოდიოდა, რომ პრეზიდენტი მონაწილეობდა ამ დანაშაულის დაფარვაში. შემდეგ პრინციპში გაირკვევა, რომ რიჩარდ ნიქსონმა Watergate-ის შესახებ, აი იმის შესახებ, რომ სანტექნიკოსები იქ შევიდნენ და აყენეს, მერე კიდე შევიდნენ, კიდე დააყენეს აპარატურა, ისა, ხო, ნამდვილად არ იცოდა. ამის შესახებ იცოდნენ
ჰოვარდის და გორდონ ლიდის გარდა კი იგივე ჯონ მიჩელმა, მარტა მიჩელის მეუღლემ, რომელიც იყო საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ძალიან მაღალ ჩინოსნებმა, ხო? ეს ადამიანები იყვნენ ამ ოპერაციის უკან, იყვნენ ამ ოპერაციის ორგანიზატორები, თანხმობა მისცეს. იქ ბევრი შეგვიძლია მოყვეთ იმაზე, რომ თავიდან გორდონ ლიდის როგორი გეგმები ქონდა, ბევრად უფრო ძალიან ბინძური მეთოდები იყო გათვალისწინებული ამ ოპერაციით, რა ვიცი, დემოკრატიო აქტივისტების გატაცება, მექსიკაში წაყვანა, ნარკოტიკები, ფსიქოტროპული პრეპარატები, რაღაცა. სხვათა შორის არ დამტკიცდა ბევრი მის მიერ შეთავაზებული ოპერაცია ფინანსური საკითხის გამო. იმიტომ რომ ჩათვალეს, რომ ძალიან ძვირია და ეუბნებოდნენ, რომ არა, ამდენ ფულს ვერ დავხარჯავთო და ყველაფერი დასრულდა იმით, რომ აი მსგავსი ოპერაციებით, მაგალითად დემოკრატების შტაბ-ბინაში შესვლა და აპარატურის დამონტაჟება და, რა ვიცი, დოკუმენტების, ფოტოების გადაღება და ასე შემდეგ. კიდევ ერთი უსერიოზულესი დარტყმა, რომელიც უკვე პირადად რიჩარდ ნიქსონმა მიიღო, ეს იყო თეთრი სახლის წარმომადგენლის ალექსანდრე ბატერფილდის განცხადება, რომელიც ასევე გამოიძახეს სენატში. რომელმაც განაცხადა, რომ თეთრ სახლში იყო დაყენებული მოსასმენი აპარატურა და ყველაფერი, რაზეც საუბრობდნენ თეთრ სახლში, არა მარტო ოვალურ კაბინეტში, ყველაფერი თურმე იწერებოდა, ანუ სპეციალური დიქტოფონები დაამონტაჟეს და ეს ნამდვილად იყო რიჩარდ ნიქსონის მითითებით გაკეთებული. და ყველაფერი იწერებოდა, ის სპეციალურად ესე მუშაობდა, რომ როდესაც ითიშებოდა და საუბარზე ისევ იწერებოდა 24 საათიან რეჟიმში. საინტერესო ის არის, რომ როდესაც თავის დროზე 68-ში რიჩარდ ნიქსონი პირველად გახდა პრეზიდენტი, ლინდონ ჯონსონს ჰქონდა დამონტაჟებული ეს აპარატურა თეთრ სახლში. მან მის გასცა განკარგულება, რომ ის ძველი აპარატურა მოხსნან და დააყენონ ახალი და ამის შესახებ ძალიან ცოტა ადამიანმა იცოდა, ანუ ეს არ იყო ამბავი, რომელიც ისე იყო გახმაურებული, ნამდვილად არა. ხო, ეს უკვე იცით როგორი ბომბი იყო, რომელიც აფეთქდა. სინამდვილეში რიჩარდ ნიქსონი ის რითი დამთავრდა, დასრულდა მისი პოლიტიკური კარიერა, იმის გამო კი არ გადადგა და იმის გამო კი არ მოხდა ეს ყველაფერი, ვოთერგეიტში შევიდნენ სანტექნიკოსები. ეს იყო ერთ-ერთი ეპიზოდი, ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი მთელი აი ამ კამპანიის. არამედ იმის გამო, რომ ხელის მართლმსაჯულებას უშლიდა ხელს. და რატომ? აი უკვე 73 წლის გაზაფხულიდან მე ვიტყოდი, დაიწყო რიჩარდ ნიქსონის პოლიტიკური აგონია. იმიტომ რომ იქ როდესაც გაირკვა, რომ თურმე ესე იგი დამონტაჟებულია აპარატურა, დაინიშნა სპეციალური პროკურორი ამ საქმის, რომელსაც ერქვა არჩიბალდ კოქსი, რომელმაც მოითხოვა ეს პირები, რომ მოესმინათ. თავიდან რიჩარდ ნიქსონმა უარი თქვა ამაზე და განაცხადა, რომ იქ შეიძლება ბევრმა ადამიანმა არასწორი ინტერპრეტაცია მისცენ იმას თუ რაც არის ჩაწერილი და ამ პირებზე რაც არის, ეს არ იყო დამაჯერებელი არჩიბალდ კოქსისთვის და უფრო მეტიც რიჩარდ ნიქსონმა მიმართა გენერალურ პროკურორს, არ ვიცი, მოთხოვნით, რომ მოეხსნა არჩიბალდ კოქსი. რაზედაც მაშინდელმა გენერალურმა პროკურორმა უარი უთხრა. გარდა ამის და როდესაც უარი უთხრა ამ ადამიანმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გადადგეს გენერალური პროკურორის თანამდებობიდან. შემდეგ მისი პოსტი და ეს ერთ დღეს მოხდა ყველაფერი, დაიკავა მისმა მოადგილემ, რომელსაც ასევე რიჩარდ ნიქსონმა სთხოვა თუ მოთხოვა, როგორც არის, რომ მოეხსნა არჩიბალდ კოქსი. იმანაც უარი თქვა და გადადგა და შემდეგ უკვე ამ ორმა მესამეს იუსტიციის სამინისტროს პროკურატურის ერთი დეპარტამენტია ეს ამერიკაში უთხრეს, რომ ჯობია რომ შენ დარჩი ამ პოსტზე და გააკეთო ის, რასაც ითხოვს პრეზიდენტი. არჩიბალდ კოქსი კი მოხსნა იმან, მაგრამ ეს უკვე როგორც გითხარით, ეს უკვე აგონიური ამბავი იყო. ის რაც იმ დღეს განვითარდა, ეს ამბები, ეს მოვლენები შევიდა ისტორიაში როგორც Saturday Night Massacre, ანუ შაბათი ღამის ხოცვა-ჟლეტა. იმიტომ რომ გადადგა ორი გენერალური პროკურორი და აი ესეთი ამბები იყო. თუ აქამდე
მთელი 72 წლის განმავლობაში, 73 წლის დასაწყისში უკვე გადარჩეული რიჩარდ ნიქსონი საერთოდ არ საუბრობდა Watergate-ზე და პირიქით, სანამ პირველი განცხადება არ გაკეთდებოდა სასამართლოში, რომელიც მაკკორდმა გააკეთა, ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ეს სტატიებიც იწერება, ხალხი კითხულობს კი რაღაცა ჭრილი ადმინისტრაციაზე, მაგრამ არაფერი ისეთი არ ხდება რა, კრიმინალური რაღაცა ამბავია რა, ჩვენ რა შუაში ვართ საერთოდ რა. და რაღაც გარკვეული პერიოდი გამოსდიოდათ კიდევაც, მაგრამ უკვე 73 წელს განვითარებული ამბები, სულ სხვა ამბავი იყო ეს. და მაშინ რიჩარდ ნიქსონი რაღაც შეხვედრა ჰქონდა ორლანდოში ჟურნალისტებთან და მაშინ მან გააკეთა განცხადება ამასთან დაკავშირებით და თქვა ფრაზა, რომელიც ასევე შევიდა ისტორიაში, ეს ფრაზა I am not a crook. მე არა ვარ თაღლითი. Well, I'm not a crook. I've earned everything I've got. ხო, სამწუხაროდ ისე მოხდება, რომ ისტორიაში რიჩარდ ნიქსონის სახელი, მისი პერსონა დარჩება როგორც, კი, სხვა სიკეთეებთან ერთად და წარმატებებთან ერთად და მიღწევებთან ერთად, მაინც დარჩება as a crook, როგორც თაღლითი and as a quitter. ამას რიჩარდ ნიქსონი იტყვის თავის ბოლო განცხადებაში გადადგომის შესახებ, as a quitter, რო ვთარგმნოთ, ეს იმას ნიშნავს, რომ მე არა ვარ ადამიანი, რომელიც ადვილად ნებდება, რომელიც თავისით მიდის, ხო? ეს პირველი განცხადება მისი გადადგომის შესახებ. ხო, აღმოჩნდა, რომ თაღლითიც იყო და ბოლოს აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც საბოლოოდ დანებდა ამ სიტუაციას. ხო, სხვათა შორის 2013 წელს, იმიტომ რომ ბევრი რამ იყო გასაიდუმლოებული წლების კი არა ათწლეულების განმავლობაში, რაც უკავშირდებოდა Watergate-ს და 2013-ში გამოქვეყნდა კიდე ახალი მასალები ამასთან დაკავშირებით და გაირკვა, რომ მაშინ ამ განცხადების შემდეგ, ამ გამოსვლის შემდეგ რიჩარდ ნიქსონის, სადაც ამბობს, რომ არ არის თაღლითი, მას დაურეკეს რესპუბლიკელმა ლიდერებმა, პოლიტიკოსებმა, ჯორჯ ბუშმა, უფროსმა და რონალდ რეიგანმა. ორივე ეს ადამიანი შემდეგ გახდება ამერიკის პრეზიდენტი და ორივემ ძალიან შეაქო რიჩარდ ნიქსონი, თქვეს, რომ დიდი შთაბეჭდილების ქვეშ იყვნენ, უთხრეს, რომ გადასარევი გამოსვლა იყო, უჭერენ მხარს და საერთოდ ყველაფერი კარგად არის, მაგრამ ყველაფერი კარგად სულაც არ იყო. ახალი სპეციალური პროკურორი ისე ვითხოვს ამ ფირებს. და რიჩარდ ნიქსონს არაფერი არ რჩება, რომ რაღაცა ნაწილი ფირების გადასცეს პროკურატურას, იმ ფირების, რომელიც, ესე იგი, ის საუბრები, რომელიც იწერებოდა თეთრ სახლში. შემდეგ გაირკვევა, რომ რაღაცა ბევრი ფირიდან მხოლოდ ნაწილი გადასცეს და გარდა ამისა, ერთ-ერთ ფირზე, როგორც ექსპერტები აღმოაჩენენ, იყო წაშლილი 18.5 წუთი საუბრის. ტექნიკურად ეს გაირკვა. იქ იყო ამბავი, როდესაც ნიქსონი ამბობდა, საერთოდ არ ვიცი, როგორ წაიშალაო, მერე მისმა მდივანმა აიღო, ესე იგი, თავის თავზე და თქვა, რომ ეს მე წავშალეო შემთხვევითო, ჩატარდა რაღაცა ექსპერიმენტი, აბა როგორ წაშალე, გაირკვა, რომ ტექნიკურად შეუძლებელი იყო არაფერი შემთხვევით არ წაიშალა და მდივანს არ წაუშლია ეს ჩანაწერი, არამედ ეს ყველაფერი გაკეთდა სპეციალურად. ყველაფერი მიდის იქეთკენ, რომ უკვე არა მარტო ეს სპეციალური კომისია, რომელიც შეიქმნა Watergate-თან დაკავშირებით, იქ მოსმენებიც მიმდინარეობდა, უზენაესმა სასამართლომ უკვე 1974 წლის ზაფხულში მოსთხოვა რიჩარდ ნიქსონს, ქვეყნის პრეზიდენტს, რომ ყველა ჩანაწერი გადასცეს გამოძიებას. და აქ იყო უკვე ვერ დამალეს ეს ყველაფერი და აქ იყო ერთი ტეიპი, ერთი ჩანაწერი, სადაც ნიქსონი საუბრობს იმაზე, როგორ უნდა დაიმალოს ის, რასაც აკეთებდნენ იგივე სანტექნიკოსები. ამ ჩანაწერს დაარქმევენ smoking gun tape. ანუ კვამლიანი
იარაღი. რას ნიშნავს ეს? ეს არის ესეთი მეტაფორა. კვამლიანი იარაღი smoking gun ნიშნავს იმას, რომ შენ ვიღაცას იჭერ იმ მომენტში, როდესაც მან მოახდინა გასროლა. ხო, უტყუარი, ესე იგი ფაქტი გაქვს იმისა, რომ ეს კაცი არის დანაშაული. აი ეს, ერთ-ერთი როგორც მინიმუმ ჩანაწერი იყო smoking gun tape. ის კვამლიანი იარაღი, რომლითაც ალბათ საბოლოოდ მოკლეს რიჩარდ თვითონ მოიკლა თავი რიჩარდ ნიქსონის პოლიტიკური კარიერა. ეს იყო საუბარი, რომელიც შედგა ჯერ კიდევ 1972 წლის 23 ივნისს, ანუ ძალიან სულ ერთ კვირაში Watergate-ში შეჭრის შემდეგ. ხო, აი ეს უკვე იყო აი საბოლოო მომენტი, როდესაც ის რესპუბლიკელებიც კი, რომლებიც იქამდე მხარს უჭერდნენ ნიქსონს, მაინც ჯეროდათ, რომ შეიძლება იქ ვიღაც მაღალჩინოსნებაც იციან ისა, მაგრამ პრეზიდენტმა არის ცოდა. პრეზიდენტს მაინც იჭერდნენ მხარს, ხო, უჭერდნენ მხარს, მაგრამ ხო, ეს იყო მომენტი, როდესაც ძალიან ბევრმა რესპუბლიკელმა თქვა, რომ ხო, ნამდვილად უნდა გადადგეს და კონგრესში დაიწყო მზადება იმპიჩმენტის პროცედურისთვის. და აქ ჩვენ ვუბრუნდებით იმას, რითაც დავიწყეთ ჩვენი დღევანდელი ეპიზოდი 1974 წლის 8 აგვისტო საღამო. რიჩარდ ნიქსონი გამოდის ნაციონალური ტელევიზიით და ამბობს, რომ გადადგება მეორე დღეს 12 საათზე გადადგება პრეზიდენტის პოსტიდან, რასაც გააკეთებს მის თანამდებობას კონსტიტუციის მიხედვით დაიკავებს ვიცე-პრეზიდენტი ჯერალდ ფორდი და სხვათა შორის იგი იქნება ერთადერთი როგორც ვიცე-პრეზიდენტი, იმიტომ რომ 73 წელს დაინიშნა ამ თანამდებობაზე, ასევე პრეზიდენტი, რომელიც არ იყო არჩეული ამერიკის ისტორიაში. 2 წლის განმავლობაში ჯერალდ ფორდი იქნება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. რიჩარდ ნიქსონის გადადგომამდე ბობ ვუდვორდი და კარლ ბერნსტაინი, რომლებმაც უკვე უამრავი სტატია გამოაქვეყნეს Washington Post-ში, დაწერენ წიგნს. აი ზუსტად ამ წიგნზე ესე იგი ვეუბნებოდი ჩვენ, არ ვიცი თუ გვიყურებენ ჟურნალისტები, რომელსაც ქვია All the President's Men, ანუ პრეზიდენტის მთელი ამალა. ეს გამოქვეყნდება 74 წელს, მიიღებს პულიცერის პრემიას და 2 წელიწადში, უკვე 76-ში, ამ წიგნის მიხედვით ალან პაკულა, ამერიკელი რეჟისორი, გადაიღებს ფილმს All the President's Men, რომელშიც მთავარ როლებს ითამაშებენ ჰოლივუდის ვარსკვლავები, გადასარევად ძალიან კარგად ითამაშებენ. ბობ ვუდვორდს შეასრულებს რობერტ რედფორდი, კარლ ბერნსტაინს კი დასტინ ჰოფმანი. გირჩევთ თუ არა გაქვთ ნანახი ფილმი Watergate-ი, ალან პაკულა 76 წელი. კი, დღემდე არის ძალიან საინტერესო, ძალიან კარგად ასრულებენ ეს მსახიობები თავის როლებს. სხვათა შორის ამ წიგნში არის ფრაზა, რომელიც მარკ ფელს, Deep Throats, სინამდვილეში არ უთქვამს. ანუ ნაწილი ეს არის დოკუმენტური, მაგრამ მხატვრული წიგნიც არის, ლიტერატურა, გააფორმებენ ესე ვთქვათ ეს ავტორები. ესეთ ფრაზას followed ვითომ, ესე იგი მარკ ფელტი ერთ-ერთი შეხვედრის დროს ბობ ვუდვორდს ეტყვის follow the money, გაყევით ფულს. სინამდვილეში მარკ ფელს ეს ფრაზა არასოდეს არ უთქვამს. აი ეს იყო გამოგონილი ფრაზა, დაამატეს ესე იგი ვუდვორდმა და ბერნსტაინმა ამ წიგნში. პრეზიდენტის ამალაში ამ წიგნში. ბოდის გიხდით. ახლა კი მე მინდა ორი სიტყვა ვთქვა, შემდეგ რა ხდებოდა. ნიქსონი გადადგა. აი ეს კადრები როგორ მიდის მეორე დღეს, ჯერ ეს ერთი თეთრი სახლიდან მიბრინავს მისი ვერტმფრენი, შემდეგ კი როგორ მიბრინავს მისი თვითმფრინავი ვაშინგტონიდან მის მშობლიურ ქალაქში. Archers over the years never won quite like this.
began as the რიჩარდ ნიქსონს მქონდა შეხვედრა თეთრი სახლის ესე იგი თანამშრომლებთან და ყველა შემდეგ ამას იხსენებდა როგორც ძალიან ემოციურ შეხვედრას. კი, ნამდვილად ესე იყო. და ბოლოს მე მინდა ორი სიტყვა ვთქვა, რა ესე არ ეკნებოდა რომ ამ ხელა ეპიზოდი და ამბავი მოყევი და საქართველოსთან რამე ბმა არ იყოს. აქვს. საქმე ის არის რომ 1991 წლის 29 მარტს რიჩარდ ნიქსონი რომელიც თავიდან გადადგომის შემდეგ ახლა რაღაც უბრალოდ ისვენებდა, შემდეგ კი სხვა პრეზიდენტები და რესპუბლიკელები, მათ შორის რეიგანიც და ასევე ჯორჯ ბუში, უფროსი, ხო, მათთან რიჩარდ ნიქსონი მუშაობდა სპეციალური წარმომადგენლის სტატუსში, მაგალითად 86-ში, ჯერ კიდევ რეიგანი როცა იყო პრეზიდენტი, რიჩარდ ნიქსონი იმყოფებოდა მოსკოვში და შემდეგ უყვებოდა რეიგანს გორბაჩოვის შესახებ, მაგრამ რა შუაშია საქართველო. 1991 წლის 31 მარტს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე და სხვა შორის მათ შორის აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, ცხინვალის რეგიონში გაიმართა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი. ეს ყველამ ვიცით. მაშინ საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე იყო ბატონი ზვიად გამსახურდია. და 29 მარტს 91 წლის საქართველოში ჩამოვიდა ყოფილი პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი. მაშინ ამერიკის პრეზიდენტი იყო ჯორჯ ბუში, უფროსი, მისი დავალებით ჩამოვიდა, სპეცრეისით ჩამოვიდა კიევიდან. მე როგორც ხვდები, მე მაშინ ჯერ კიდე სტუდენტი ვიყავი, მაგრამ უკვე მუშაობდი და ხა ესეთი საშუალება არ მქონდა, რომ ეს ყველაფერი ისე გამეშუქებინა, როგორც არ ვიცი დღეს გავაშუქებდი, ხო, ან მე გავაშუქებდი, როცა როიტერში მუშაობდი. სხვანაირად მუშაობდა მაშინ სისტემა, მაგრამ ნამდვილად მახსოვს ნიქსონი საქართველოში. მე როგორც ხვდები ამერიკელებს, რომლებსაც ხა მთელი ამ ისტორიის განმავლობაში კი უნდოდათ დასუსტება საბჭოთა კავშირის, მაგრამ სინამდვილეში უკვე 91-ში ცოტა როგორც ხვდები ეშინოდათ საბჭოთა კავშირის დაშლის, რადგან ჰქონდათ სერიოზული შიში, რომ ეს ამხელა იმპერია რომ დაიშალოს, ჯერ ეს ერთი ბირთვული იმპერია, ვის ხელში აღმოჩნდება ბირთვული იარაღი, რა პროცესები, არასტაბილური ომები, კონფლიქტები. ხო, ჩვენ ამაზე სხვა შორის ვისაუბრეთ ეპიზოდში, რომელიც ეხება საბჭოთა კავშირის დაშლას. ამაზე ვისაუბრეთ ჩვენ ჯორჯ ბუშის ძალიან ცნობილი გამოსვლა კიევში. ცნობილი ისტორიული ფაქტებია. მოკლედ ნიქსონი ჩამოვიდა საქართველოში და მე როგორც ხვდები არ ყვევდა, აბა ახლა რა სიტუაცია, რა ხდება, როგორ რა შეიძლება მოხდეს ამ შემთხვევაში, ახლა საბჭოთა კავშირი კვდება უკვე. ბოლო გაფართხალება აგვისტოში მოხდება გეკაჩეპეს ამბოხი, მაგრამ 91 წლის დეკემბერში საბჭოთა კავშირი საბოლოოდ დაიშლება. ხო, რიჩარდ ნიქსონი იყო საქართველოში, თბილისში, დადიოდა, რაღაცებს ხვდებოდა. ესეთი ფაქტიც მოხდა. ეს ფრაზაც მაშინ თქვა, რომ ამერიკა ყველანაირად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას, მაგრამ ისიც დაამატა, როგორც წერენ ისტორიკოსები, მე ზუსტად ეს ფრაზა არ მომისმენია მაშინ, რომ აი ამ პროცესში უნდა გაითვალისწინონ დიდი იმპერიების ინტერესები. მეტყობა აი ზუსტად აქედან ვასკვნი მე, რომ აი ისეთ ფრთხილობდნენ ამერიკელები, მაგრამ იმასაც დაპირდა, ბატონ ზვიად გამსახურდიას შეხვდა, დაპირდა, ესე იგი, ხელმძღვანელობა საქართველოს, რომ ამერიკა ყველანაირად დაეხმარება ფინანსურადაც და ასე შემდეგ. ესეც მოხდა, ამერიკა გახდება დამოუკიდებელი საქართველოს, გარკვეულ დრომდე, როგორც რასაც მე დღეს ჩვენ რასაც უყურებთ, პარტნიორი, გულშემატკივარი და მხარდამჭერი. იცით, ბოლოს მე რა მინდა ვთქვა.
მე ვუყურე ერთ ფილმს, დოკუმენტურ ფილმს, სადაც საუბრობდნენ 90-იან წლებში გადაღებული ფილმი იყო, სადაც საუბრობდნენ ესეთი რუსი დიპლომატები, აი ამ მოვლენებზე, რიჩარდ ნიქსონზე, Watergate-ზე და ერთ-ერთი ამბობდა, რომ მაშინ, როგორც გითხარით რიჩარდ ნიქსონს და ლეონიდ ბრეჟნევს, მაშინ და ლიდერს საბჭოთა კავშირის, ძალიან თბილი, კარგი ურთიერთობა გქონდათ. და მაშინ კრემლში თვითონ ბრეჟნევი და დანარჩენი წევრები პოლიტბიუროსი ცოტა დაცინოდნენ აი ამ Watergate-ის სკანდალის ფონზე დაცინოდნენ ესე იგი რიჩარდ ნიქსონს და ამერიკის ადმინისტრაციას რომ აი ამ ორ ჟურნალისტს ეს დიპლომატი ყვება მე კი არ ვიგონებ რაღაცას როგორ რაღაცა არ გააჩერესო რა პრობლემა არის ამაშია მეგობრებო საქმე ჩვენ აი პირად საქმეში ხო ჩვენს ეპიზოდებში ხო ყვებით იმაზე ამერიკის შეერთებული შტატების იმპერიულ განწყობებზე ომებზე რომელშიც ამერიკა მონაწილეობდა იგივე ვიეტნამის ომი ხო შიგნით პოლიტიკურ სცენაზე რაც ხდებოდა ეს ბინძური მეთოდები რა ვიცი მოსმენა ფარული თვალთვალი და ასე შემდეგ მაგრამ სინამდვილეში განსხვავება არის უზარმაზარი ამერიკის შეერთებულ შტატებში და ეს არის ალბათ Watergate-ის მთავარი გაკვეთილი, ხო? ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში იყო და მე ძამჯერა რომ არის დამოუკიდებელი სასამართლო და თავისუფალი დამოუკიდებელი პრესა. მე ვფიქრობ, რომ Watergate-ის მთავარი გაკვეთილი არის ის, რომ დემოკრატია არ დგას რაღაცა სრულყოფილ პოლიტიკოსებზე. არა. მე ვფიქრობ, რომ ეს არის მაგალითი იმისა, რომ დემოკრატია ეფუძნება ინსტიტუტებს, რომლებსაც შეუძლიათ ქვეყანაში ყველაზე გავლენიანი ადამიანის გაჩერებაც კი. დემოკრატია დგას თავისუფალ დამოუკიდებელ სასამართლოზე და დამოუკიდებელ თავისუფალ პრესაზე. ამის გარეშე შეუძლებელია დემოკრატია, შეუძლებელია თავისუფლება. ეს თუ კი ჩვენ ესე საუბრობთ, რა ვიცი, საბჭოთა კავშირის, რუსეთის და ამერიკის შეერთებული შტატების განსხვავებებზე, კი, ისიც იმპერია, ომები, ის ყველაფერაც თქვი, მაგრამ მაინც იმარჯვებს თავისუფალი პრესა, დამოუკიდებელი სასამართლო. მე ამას მთელი გულით ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას. ამის გარეშე ჩვენ არ გვექნება არც თავისუფლება და არც დამოუკიდებლობა. როგორ მოახერხე ამ ხელა ამბავი მოყევი და მაინც საქართველოს ესე იგი საქართველოთი დავასრულე. მაგრამ ჩემს გულში ყოველთვის ჩემი პატარა ქვეყანაა. ბოდიში ამ პათოსისთვის. ჩვენი საქართველო, რომელიც ესე გვიყვარს ყველას. მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა ეს იყო ეპიზოდი რიჩარდ ნიქსონზე, აი ესეთ არაერთგვაროვან წინააღმდეგობრივ პოლიტიკოსზე, ადამიანზე და Watergate-ზე, აი ამ სკანდალზე. ეს იყო ეპიზოდი ორ არაჩვეულებრივ ჟურნალისტზე, ბობ ვუდვორდზე და კარლ ბერნსტაინზე. მადლობა რომ გვისმენთ, მადლობა რომ გვიყურებთ, გამოგვყევით YouTube-ზე, სხვა სოციალურ ქსელებზე. გაავრცელეთ პროექტი 64. თქვენ ხართ ჩვენი დესპანები. თქვენ ვინც ესე აი ბევრჯერ გვიწერენ კომენტარებში, ველოდებით, მოგწონს, გვიყვარს, მადლობა ამისთვის. თუ კრიტიკაა, პირიქით, სიამოვნებით წავიკითხავთ, მივიღებთ ამას. მთავარია რომ გვიყუროთ, დაგვიჭიროთ მხარი დამოუკიდებელ ჟურნალისტიკას. თუმცა აბსოლუტურად საავტორო გადაცემა ეს და ჩემი დამოკიდებულება ხშირად ჩანს. ეს არ არის ახალი ამბები, ეს არის საავტორო გადაცემა. მადლობა ყველას, მადლობა პატრეონელებს, მადლობა შავი Coffee Roasters და დიდი მადლობა GT Consulting-ს, იურიდიულ კომპანიას, აღწერაში ბმული, დანიშნეთ უფასო კონსულტაცია თუ გჭირდებათ იურისტების დახმარება და კონსულტაცია. სტუდია 64, თქვენთვის არის ჩვენი კარი ღიაა, მოდით ვითანამშრომლოთ, თუ გნებავთ რაღაცა კრეატიული კონტენტის შექმნა. დიდი მადლობა და მომავალ შეხვედრამდე. მე კი გირჩევთ, რომ ფილმები Watergate-ზე და Nixon-ზე ნახოთ პატრეონელებს, გამოგიგზავნით სიას. მადლობა.